გამშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი დღეს პარასკევია და ჩვენ ვიკრიბებით ამ სტუდიაში ვისაუბრებთ ფეხბურთზე ძირითადად ეს იქნება რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგა და სხვა ევრო ტურნირები ასევე ნახავთ რამდენიმე ქართულ გოლს ბიძინა ბარათაშვილი დაგვიბრუნდა ჩვენ ტურნედან აქ არის ჩვენთან ერთად მე ლევან სალოქოძე და ლაშა სილაგავა ტრადიციულად ხო და ბიძინა დაგვიბრუნდა ტურნედან მე ვთქვი დავაანონსე რომ იმდენ ამბავს ჩამოგვიტანს იქიდან 1-3 გადაცემა არ გვეყოფა თქო მაგრამ ჯერ სანამ ამბებს ჩამოგვიტან და სტუმრებიც ჩამოგვიყვანა იქიდან და მოდი თვითონ წარადგინოთ ჩვენ მოდელის სტუმრები. კი ბატონო, დიდ სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს ახალ მეგობრებს. დავით ქობულაშვილი, პროგრამისტი, ყავს დღეს სტუმრად. ძალიან კარგად ერკვევიან ორივენი ჩვენი სტუმრები ფეხბურთში, იქაც ხოცი მაშინ რა ქვია მოგზაურობაში უფრო იცნობა ადამიანი და ირაკლი ყაბულაშვილი მეორე სტუმარი ჩვენი სატრანსპორტო კომპანია ომნიბუსის ხელმძღვანელი რომელიც ვაშთან ერთად გიორგისთან ერთად იყო აი ამ მოგზაურობაში ეს მოგზაურობა ჩვენმა კოლეგებმა სეტანტამ დაორგანიზა ძალიან საინტერესო 10 დღე გავატარეთ არგენტინასა და ბრაზილიაში დავესწარით 4 შეხვედრას ვფიქრობ რომ ამის დროს გვექნება და იმ მატჩების ფრაგმენტებსაც და მოკლედ შტაბეჭდილებებსაც გაგიზიარებთ თუმცა თავარი თემა დღეს არის ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგა და დავიწყებთ ჩემპიონთა ლიგაზე საუბრით ხოლო შემდეგ უკვე გვაქვს ასევე რაღაც გვექნება ისტორიული ექსკურსია იმიტომ რომ გოჩა კაჭარავა გააქტიურდა ბოლო პერიოდში და ორი ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოგვიმზადა და გვექნება ბუნებრივია უკვე ლაშას რუბრიკაც სადაც გავიგებთ რა როგორ ხდებოდა ვიდავებთ სავარაუდოდ როგორც ხდება ხოლმე აქ მოკლედ ესეთი საინტერესო ჩვეულებრივი ტრადიციული ეთერი გვექნება და ალბათ დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით და ქართველი ფეხბურთელების პარი სენ-ჟერმენი ტოტენჰემი დავიწყოთ მე ესე გთავაზობთ ეს არის ის ეტაპი ლიგაზე როცა უკვე გუნდები მარტო უშუალოდ იმ გამარჯვების იმ თამაშის მოგებაზე კი არ ფიქრობენ რაღაც სტრატეგიული მიზნები გაჩნდა იმიტომ რომ დათვლადია უკვე ვის რა აწყობს როგორ აწყობს შეიძლება ქულად იყოს საკმარისი და ასე შემდეგ და ცოტა სხვანაირი თამაშები წავიდა. და მე მთლიანობაში ლიგის ეს ფორმატი გაცილებით უფრო მომწონს ვიდრე ის წინა რომელსაც დრო მოჭამა და 4 გუნდიანი ჯგუფები რომელიც 3 ტურის მერე თითქმის ყველაფერი 90%-ით გარკვეული იყო და მიდიოდა ის რომ ზაგრების დინამოში სიტი ჩავიდოდა მესამე შემადგენლობით თუ მეოთხეთი და ამაზე იყო ყველაფერი მაქსიმილის ცარიელ ტრიბუნაზე რატომ არის ის სტადიონის უცარიელი ვერაფრით ვერ გავიგე და ამ თამაშებს უნდა გვეყურებიან და ეხა ყველა ვინც წინ არის ცდილობს რომ შეინარჩუნოს პირველ 8 გუნდში ადგილი ვინც მეორე ეშელონია ცდილობს რომ ვიღაცას გადაასწროს რომ ერთი ეტაპი გამოტოვოს ვინც ქვევით არის და არ უნდა რომ უფრო დაბლამყოფმა გადაასწროს და საერთოდ გავარდეს შემდეგი ეტაპი ანუ ყველა გუნდი ჩაბმულია პროცესში და ბოლო ტური საერთოდ ერთდროულად იმართება ხო ერთადერთი პრინციპში მასთან ახალ ფორმატთან რაც ჰქონდა ჩვენ საპრეტენზიო იყო ის რომ ძალიან ბევრი მატჩი გამოდიოდა ერთდროულად ანუ 18-ვე ბოლოს და იძულებული იყავით რომ ცოცხალის შემთხვევაში რომელსაც ხშირად გთავაზობთ ხო ორ არზე ქონოდა ცოცხალი 9 მატჩი ერთ არხზე 9 მატჩი მეორეზე და თვითონ გაგვიყოფენ ბიძინე ზედა ეშელონი და ქვედა ეშელონი ალბათ შეიძლება უკეთესი ყოფილიყო რომ ისევ სამშაბათს 4 შაბათზე გადაენაწილებია 9-9 და არა ვერა იმიტომ რომ რაღაც თამაშები გამოკიდებული არის ხო და მეორე მე უბრალოდ კიდე იცის იმედი მაქვს რომ რაღაც გუნდები შეიძლება ისე გადანაწილდეს რომ ერთმანეთზე ზეგავლენას ვერ ახდენდნენ და გაყონ შარშან ვერ ქნეს ეს მაინდამაინც კარგად და წელს იქნება ზოგი საერთოდ გავარდნილი იქნება ზოგი უკვე ზედა იმაში ვერ გადავა ფაზაში და აქედან გამომდინარე შეიძლება გაყოფა ამ მატჩების მოკლედ ასევე მე მაქვს ესეთი პრეტენზია ვიცი რატომაც ხდება ეს განაარჩი და ხა კომენტარებში მოვალო იცი შენ ვერ ხვდები ეს არის მარკეტინგი ხვდები უბრალოდ არ მომწონს მარკეტინგის გამო ფეხბურთის გულშემატკივრის ინტერესის მეორე პლანზე გადასვლა ანუ გუში ბოლო
ლიგის თამაში იმდენი თამაში იყო ერთდროულად, რომელსაც ცალ-ცალკე ყველას დავჯდებოდი და თავიდან ბოლომდე უყურებდი, მე რას უყურებდი, ცოცხალი ვიყოს, მაგრამ მაყურებელი, ხო? მაგალითად ატლეტიკო ინტერის საერთოდ ვერ მოხვდა, იმიტომ რომ იქ კვარაცხელია უნდა გვენახა, PSG იმას ყველა ნახავდა, ტოტენჰემს, ლივერპულ PSV-ს ყველა ნახავდა, არსენალ ბაიერს ყველა ნახავდა, ატლეტიკო ინტერს ყველა ნახავდა. ამიტომ მე ფიქრობ, რომ აი ეს ორი თამაში რო გამოვაქვთ იქ დღის სეანსი რო ქვია, ხო? თუ რაც არის ჩვენ რო ეძახით სესია. ერთი მაინც გაიტანონ ეგეთი რა, გავიგე რომ პაფოსიც უნდა ვნახოთ, ფული შევიდეს და რაღაც, მაგრამ ყველა ტურში პაფოსი და კაირატის ყურება აღარ მინდა. ეხლა პაფოსი და კაირატი უფრო მეჯერ მაქვს ნანახი, ვიდრე ბარსელონა და ინტერი და ეგ მეორე უკიდურესობაა რა. ნამდვილად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ხრივაც ვისურვებდი რაღაც უკეთესობას. კაი, დავიწყოთ ქართველის მონაწილეობა და სხვა ქართველებიც იყვნენ, მაგრამ ყურადღების ცენტრში კვარაცხელია არ მოვიტყუოთ თავი და ასია და Paris Saint-Germain-ია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია და ხვდებოდა ტოტენჰემს, რომელთანაც აგერ მე და ბიძინა ვიყავით უდინეში, ითამაშეს ისედაც სუპერთასი და ეს იყო განმეორებით შეხვედრა, სადაც ტოტენჰემი თითქმის მოგებული იყო, იქ უკვე ბოლო წუთებზე გადაურჩა. აქაც მოხდა ისე, რომ პირველი გოლი სწორედ ტოტენჰემმა შეაგდო. დათო, როგორი შთაბეჭდილება დატოვა შენზე? ამ შეხვედრამ და რას გვეტყოდი, თქვათ, ხვიჩას თამაშის შესახებ? ზოგადად მე მგონია, რომ პირველ რიგში მოგესალმებით, ფიქრობ, რომ წელს PSG გაცილებით უფრო მძიმე სურათს და უფრო მძიმე საყურებელია მისი თამაში, ვიდრე შარშან იყო. ალბათ ეს გამოიწვია მსოფლიო ჩემპიონატად, რაც იყო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, იმიტომ რომ ბოლოს რაღაც გადამწვარი გუნდი შთაბეჭდილებას ტოვებდა და ჯერ კიდევ ხედავ, რომ ეს მაინც დაღადა აქვს რა და ჯერ ვერ არიან ისე როგორც იყვნენ წინა წელს. თუმცა ყველაფერი წინა არის. დიდი ბოდიში შარშან ამ დროისთვის ამაზე უარესები იყო, ვიდრე ხარიან და მერე დაიწყო. აი სიტისთან თამაშის მერე დავიწყე. კი ბატონო, თუმცა ჩემპიონატში ჰქონდა უკეთესად საქმე. ახლა ჩემპიონატსაც ვერ თამაშობს ისე ლაღად, როგორც წინა წელს თამაშობდა, ანუ წინა წელს ჩემპიონატს თითქმის ბოლო ტურებში გადაწყდა, რომ წაგების გარეშე დაასრულებდა ჩემპიონატს, თორემ საკმაოდ დიდი ჰანდიკაპით იყო და სხვათა შორის ეს ფუფუნებაა, როდესაც მეორე ტურში, ანუ მეორე წრეში შენ გაქვს იმის საშუალება, რომ კონკრეტული თამაშებისთვის მოემზადო. რაც სავარაუდოდ გამოადგა PSG-ს და ინტერთან განსხვავებით, რომელსაც თითქმის ბოლო ტურამდე მოუწია ბრძოლა და იქაც ვერ გახდა ჩემპიონი, ესეც ხო ფსიქოლოგიურად მოქმედებს ხო ფეხბურთელებზე, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ პროფესიონალები არიან, ადამიანები არიან ისინიც და შესაბამისად ფინალის თამაშის დროსაც, საფინალო თამაშმაც ეს დაღი და იმას ქნა ინტერს რა. და აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ჯერ თავისთავად ყველაფერი წინაა და ყველაფერი მეორე წრეში გამოჩნდება, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ PSG ცოტა ვერ თამაშობს იმ თამაშს, რომელიც ვთქვათ მეორე წრეში ითამაშა და მთაც შეგვაყვარა. ვითით შარშან მოიგო ლიგა. პირდაპირ ესე ვთქვათ, ვიტინია იყო აქ საოცარი. ორი იმისთანა დაარტყა, განსაკუთრებით პირველი, ხა პენალტისო დაარტყა და გასაგები იყო. კვარაცხელიაც იყო მომენტები ძალიან აქტიური იყო და პირველ ტაიმში წავიკითხე მე უცხოური პრესა წერდა, რომ ფარული ლიდერი იყო, შეიძლება სტატისტიკით ეს არ დასტურდებოდეს, მაგრამ მოედანზე თამაშიც უყურებდა, მეორეში ცოტა მიქრაო. ასევე ლუის ენრიკეზეა კრიტიკა, რომ გასაგებია, რომ თვითონ მრავალმხრივი ფეხბურთელი იყო და ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო უპრობლემოდ თამაშიო, მაგრამ ვერ მიხვდაო, რომ კვარა არ არისო ასეთიო და აქვს თავისი პოზიცია, სადაც გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა ადგილებში მოედანზე და ჯიუტად უნდაო, რომ კვარამას ყველა პოზიციაზე ერთნაირად კარგად ითამაშოს. რა, ეს მე უფრო ბარკოლას მომენტს ვაბრალებ ამას, იმიტომ რომ კვარაცხელიას შეუძლია მაინც უკეთესად თამაში საპირისპირო ფლანგზე, ვიდრე ბარკოლას მარჯვნივ, ხო? იმიტომ რომ ბარკოლა მარჯვნივ საერთოდ ვერ თამაშობს და ფაქტობრივად ვერაფერს ვერ აკეთებს და ამიტომაც არის იძულებული, რომ თუ უნდა გამოიყენოს ეს ფეხბურთელი, მაშინ უნდა ათამაშოს მარცხნივ. კი, ამ ორი კაცი ერთად ვერ იგება. ამ ორი და ხვიჩა უფრო უნივერსალია. კი ბატონო. ირაკლი, შენი მოსაზრებები ამ თამაშზე?
პირველ რიგში მივესალმები გულშემატკივრებს. მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება PSG-ს თამაშს, ახლა ჩემი ერთი მოსაზრება ის არის, რომ წელს ახლა PSG-ს ისევ გაჩემპიონება გაცილებით რთული იქნება, იმიტომ რომ უკვე ჩემპიონის რანგში თამაშობს და ეს ცნობილი ფაქტია, რომ ჩემპიონობა უფრო მარტივია, ვიდრე შენარჩუნება ჩემპიონობის ყოველ შემთხვევაში და მით უმეტეს მთელი ყურადღება ამ გუნდების მიმართ არის ახლა და ესეც მოქმედებს ალბათ, თორემ რაიმე განსაკუთრებულ დასუსტებას ახლა მე გუნდს ვერ ვატყობ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ შარშან ამ დროს გაცილებით უარესად თამაშობდა საერთოდ PSG და მერე მოუმატა და ბევრად უფრო გარდაისახა გუნდი, რაც წელსაც სრულებით შესაძლებელია რომ იგივე მოხდეს, თუმცა შეიძლება პირიქითაც მოხდეს, ახლა მაგას ვერ ვიტყვით. ჯერ ვფიქრობ, რომ ცოტა ადრეა რაღაც შეფასებების გაკეთება, მაგრამ მე მგონი, რომ წლევანდელი PSG ალბათ მაინც ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ყველა ვარიანტში ამ ტურნირის. ხო, თან ტრავმების თემაა, ხო? იმას ვერ მოუყარეს თავი ოპტიმალურ შემადგენლობას. აქ არ არის არც დუე, ხან დემბელია დამტრეული, ხან დუე, ერთი დაბრუნდება, მეორე ინტრევა. ამიტომ უწევს ბარკოლას ამდენი თამაში. შეიძლება ისეც მიეცა შანსი ლუის ენრიკეს მისთვის, ხა მაინც ფრანგეთის ნაკრების კანდიდატია, ხო, კაცი? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბარკოლას აი ესეთი აქტიური გამოყენება მეწილად მაინც განაპირობა, თქვა, დუეს და დემბელეს გაუთავებებმა. თუმცა დემბელეს ტრავმამ გამოიწვია, რომ წინა პლანზე წამოვიდა უკვე ვიტინია ძალიან საგრძნობლად მოუმატა. ეგეც არის ალბათ, ხო და მე მგონი აქვს მაინც შანსი საკმაოდ, რომ მწვრთნელი კარგია აშკარად, გამოცდილება აქვს ლიგის მოგების, რაც თავარია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდს უკვე ჩამოუყალიბდა ფსიქოლოგია ჩემპიონის და მე მგონი, რომ აქვს ისევ შანსი. თუმცა არ გამოურიცხავ, რომ ახალი ისეთი სურპრიზი გამოჩნდეს რომელიღაც გუნდიდან, რომ საერთოდ იმანაც მოიგოს ჩემპიონთა ლიგას საბოლოო ჯამში. დანარჩენ ბევრ წყვილზე ვისაუბრებ, დღეს გვექნება ამის საშუალება, რომ ამ მატჩის აშკარა გმირი ბუნებრივია არის ვიტინია, რომელიც ახლა ჰეტრიკი ნახევარმცველისგან ყოველთვის გასაკვირია. მე იცი რა არ მომწონს, რომ გავიგე, მე თვითონაც ახლა შეიძლება ჩემ თავს ვეწინააღმდეგები გარკვეულწილად და ვთქვი, რომ ტრავმებია რაღაც, მაგრამ ახლა იცი 5 ბურთიდან ფაქტიურად ყველა გაიტანეს არა იმ ფეხბურთელებმა, ვისაც ევალება გოლის გატანა. ეს ერთი მხრივ კარგია, იმიტომ რომ როცა გუნდში არ იცი ვისგან ელოდე ხიფაც და ყველასგან შეიძლება მიიღო და უშუალოდ გოლი, ეს კარგია, მაგრამ თავისთავად მარგი ქმედების კოეფიციენტი ფორვარდების ძალიან დაბალი როა, ესეც ფაქტია და იგივე დუეს და დემბელეს არ ყოფნაში მათ შორის კვარაცხელიასაც რომ უფრო დაბალი აქვს რეზულტატურობა ვიდრე უნდა კონდეს, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდს მithumetes ასეთი ვარსკვლავური შემადგენლობით ახლა გუშინ წავიკითხე არგენტინულ პრესაში, რომელსაც ყოველდღიურად ვეცნობი ხოლმე 10 ფეხბურთელი, რომელიც დააყდება მსოფლიო ჩემპიონატს და მეორე ადგილზე უწერია, თანმიმდევრობის მიხედვით როგორც დაიწყეს წერა და მეორე წერია კვარაცხელია. შესაბამისად, ხვიჩას მიმართ უკვე ცოტა სხვა მოთხოვნა ზოგადად, მისი ვარსკვლავური სტატუსიდან გამომდინარე, იგივე ბარკოლას მიმართაც იქ ეს კორეელი გამოყავს, ხანის გამოყავს, ხანეს, ხო, ახლა გასაგებია რომ დუე და დემბელე შეიძლება ტრავმირებული არიან, მაგრამ ვერცად ფორვარდს გოლი ვერ გააქვს, ახლა ფაქტია, ხო? და ამ ტოტენჰემთან, რომელიც არ არის, ახლა 5 ბურთს რო უშვებს გუნდი, ახლა იმაზე ლაპარაკი რომ ის ბრწყინვალე ფორმაშია და დაცვა გაუვალი ყავსო, ვერ იტყვი, რახან 5 ბურთი მიიღო, მაგრამ არ მიიღო არც ერთი გოლი, არც ერთი თავდასხმელისგან. ეს ფაქტია, ხო? ეხლა ფაბიან რუისმა გაიტანა ეგ და მან საერთოდ ტენდენცია წამოვიდა ამ გათამაშებაში და არ ვიცი ახალი ფორმატის ბრალია, არ ვიცი ისი ერთი გოლებს იმდეს აუქმებენ, რომ რაც გადის ერთი იმდეს აუქმებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხო? აი ესეთი არ იყო ასე სულ, რომ ძლიერი გუნდები ერთმანეთს ეთამაშებიან და 7-8 გოლი გადის ისე, როგორც არაფერი და ანუ უფრო რა მომწონს იცი რომ შეტევაზე ორიენტირებული თამაშები წავიდა, უფრო გახსნილი ფეხბურთებია, თქვათ იგივე არსენალი ბაიერნი, რომელსაც ალბათ ნახავთ დღეს, ხო, იგივე
თქვათ იქ ოლიმპიაკოსი რეალი იყო, იქ რა ვიცი სხვადასხვა თამაშები იყო, გავიხსენოთ იგივე იქ ლევერკუზენთან 7-2 ხო? და ისეთი ანგარიშები, მოდის მე კი არა ვარ მომხრე სულ რომ ჰოკეის ანგარიშები იყოს ფეხბურთში, მაგრამ იმის მომხრე კი ვარ რომ ერთი პერიოდი როცა გავეჭედეთ ამ რაღაც საჭადრაკო სქემებში, თვითონ ჭადრაკი ძალიან მიყვარს და აგერ გადაცემასაც ვამზადებთ ჩვენ და მაგიტო კი არა რომ ჭადრაკი იმითაა კარგი რომ უნდა იაზრო ვიფიქროთ და სულ გააკეთო 20 წუთში ერთხელ და ფეხბურთი ამით არ არის გამორჩეული და მაინდამაინც ეს ჩახლართული რაღაც ტაქტიკური ჭიდილი სანახაობრივ თვალსაზრისით წევს დაბლა დონეს და იყო ეს პერიოდი ქონდა რომ აბა ვინმე პას გავაკეთებთ ვინმე ჯერ არ დავკარგავთ ბურთს და 1-0-ს ვინ მოიგებს ესეთ თამაშებს უყურებთ განსაკუთრებით პლეი-ოფებში როცა პირველი თამაში სახში იყო მასმეძელი ვიძახდა რომ ეხლა რო გაუშვა სანამ ის წესი გაუქმდებოდა სტუმრად გატანილი გოლი მე იქ აღარ მინდა ის სტუმარი კიდე ფიქრობდა რომ ამას თუ გოლის გაშვებაო და არც ვერ მინდა და ბარემ პირველი თამაში 0-0 გავაუქმოთ და ხშირად ამის ხელი გავხდი და ეხა ეს სისტემა როა თვითონ ვერ ითვლიან ზოგჯერ ვის რა აწყობს და როგორ აწყობს და ამიტომ მიდის ვინმე გოლს გაუტანს და თავის გამოჩენაც უნდათ ამ ფორვარდებს ხო არ გეჩვენება შენს და ჩვენს სტუმრებსაც მინდა ვკითხო ხო არ გეჩვენებათ რომ ცველებს გაუჩნდათ პრობლემები თან ესეთ რა ქვია სახელიან ცველებს ახლა PSG-ს ვლაპარაკობდა ის ორი ბურთი რომელიც მიიღო იმისგან რა ქვია ტოტენჰემისგან მიიღო პრინციპში უწყინარ გარკვეულწილად უწყინარ სიტუაციებში და იქ ამ მარკენიოსის თამაშიც ჩემის აზრით ვერ უძლებს იმ კრიტიკას მისი სტატუსიდან გამომდინარე. ეხლა მე რომ თამაშობდი მაგის აზრზე ალბათ კარგი შეფასება მეკითხა. ცირა კარგ პასუხს გაქცემ. ვან დაიკი ხო ეხლა ამდენი შეცდომა მისი და ეხლა ნახავ ჩვენ ალბათ მის თამაშზე უნდა გადავიდეთ ხო? იქ რეალზე აღარ ვლაპარაკობ არაფერს ამ ხელაფული აქვს გუნდს თავდასხმაში თუ კი ვინმეა გოლის გამტანი ყველა იქ არის და ერთი ხეირიანი მცველი ვერ მოიყვანეს რომ ისე ოლიმპიაკოსმა არ გაუტანოს 50 გოლი. გეთანხმები მაგაში და ვფიქრობ რომ თანამედროვე ფეხბურთში ხა ვინმეს ეწყინება ეს მაგრამ ეს მოსაზრებებია და დაანებეთ თავი ამ ისტერიკებს სხვა მოსაზრებებს რომ გაიგებთ იმიტომ რომ არსებობს ფეხბურთი და არსებობს ბევრი მოსაზრება და მიიღეთ რომ მე ხო არ ვამბობ რომ თქვენ ფიქრობთ ეგრე მე ვამბობ რომ მე ვფიქრობ ასე ბარეზის დონის ცველი დღეს მსოფლიოს არ ყავს. შესაბამისად, შენ რასაც ამბობ ეს ვან დაიკი, სტოუნსი, მაგუაირი და ვიღაცები ძალიან კარგი ცველები არიან თანამედროვე ეპოქაში, თუმცა ვერ მივლენ ჩემი ბეკენბაუერთან და ბარეზისთან და ასე ჩივაძესთან და ასე დიდ ლეგენდარულ ცველებთან თავისი დაცვის ფუნქციების შესრულებით. და ეხა ის რომ მითხარი რომ ცველებს პრობლემები შეექმნაო, გეთახმები და რატომ პასუხი რა მაქვს მე დოღებში როცა ფაშატები იგებენ ბევრ დოღებს რეალურად ულაყებმა უნდა მოიგონ ხო ეხა კაცი უფრო ჩქარა დარბის ვიდრე ხალი მომიწყენთ ქალთა დაცვის ორგანიზაციები იმიტომ რომ ესეა ჯერჯერობი და თუ შეიცვლება მეც გამიხარდება ხო და დარბის ფაშატი უგებს ბევრ რატო გაიხარდა ვერ დაეწევი არა ვერ დავეწევია რატო გაძლიერდება ხალები და კარგი უფრო სწრაფად ირბენენ და მე ერთმანეთს შეეჯიბრებიან რა არის ამაში ცუდი ხა ჭადრაკში ხო ეჯიბრებიან ხო და რას ვიძახი იცი რომ აი როცა ფაშატები უფრო იგებენო ეს იმას ნიშნავს რომ კი არა რომ ფაშატები უფრო გაძლიერდნენ და ულაყებზე ჩქარა სირბილი დაეწოს ესე იგი იმ სეზონში ულაყები არ ვარგოთნენო ხო და შესაბამისად მე იგივეს გადმოვიტან ფეხბურთზე რომ როცა მცველები დომინირებენ და როცა კანავარო ხდება თქვა საუკეთესო ფეხბურთელი და იღებს ოქროს ბურთს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ აი მცველები რა მაგრები არიან ეს ნიშნავს რომ იმ სეზონში თავდასხმელებმა ვერ ივარგეს და მცველები უფრო კარგად გამოჩნდნენ. კი ბატონო, თქვენი მოსაზრება ამ თემაზე. გეთანხმებით რაღაც ნაწილში, იმიტომ რომ გოლების რაღაც დიდი ნაწილი მცველების შეცდომით გავიდა და მცველებს შეცდომა რო არ დაეშვათ, ფიზიკურად ეს გოლი არ იქნებოდა. ხა რეალი იგივე რაც ახსენეთ, ამდენ გოლს რო უშვებს ეს არ არის ნორმალური რა. შესაბამისად იგივე რეალი, იგივე ბარსელონა, ლივერპული, ანუ ყველა თამაში თითოეულა შეცდომა მცველის იყო, ამიტომ კი მცველებს აშკარად აქვთ რაღაც პრობლემები და დასალაგებელია. ანუ თუ გუნდს ღალატობს, ეხლა წაგებები რო იმას ვქნათ, ან გაშვებული გოლები, მცველებზე მოდის ეს შეცდომა და კი ბატონო, მოდი გადავიდეთ ლივერპულის მატჩზე და ირაკლი შენ კითხავ
ჯერ გაგვიხარდა რომ ამარდაშვილი დადგა, იმიტომ რომ არ ველოდით ალისონის გამოჩენის მერე შეფასებას რაც მიცემდი ამ ლივერპულის მდგომარეობას ზოგადად და გიორგიზეს თქვათ ერთ-ორი სიტყვა. ლივერპულთან დაკავშირებით ახლა მე რაღაც დონეზე სუბიექტური ვიქნები უფრო ჩვენი ფეხბურთელის გამო, არა იმიტომ რომ გულშემატკივარი ვარ ლივერპულის განსაკუთრებული, უბრალოდ ჩვენი ფეხბურთელის გამო და ნამდვილად მაგათი საუკეთესო თამაში ნამდვილად არ იყო ეს და დაიწერა კიდეც პრესაში, რომ ბრიტანულ პრესაში, რომ ალბათ მამარდაშვილი ინატრებდა, რომ საერთოდ სკამზე მჯდარიყო მაგ დღესო, მაგრამ სამწუხაროა, როგორც თქვენ აღნიშნეთ ახლა, რომ ძირითადი პრობლემა მაინც აქაც დაცვიდან მოდის ძირითადად, რატომ თავდასხმა კი, თუმცა თავდასხმაც არ წინავდა ახლა გუშინდელ თამაში, მაგრამ მაინც ძირითადი პრობლემა მაინც დაცვის პრობლემაა და მე აი ლევანს დავეთანხმები, რომ უფრო მეტად შემტევი გახდა ეხლანდელი ფეხბურთი და მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ცველებიც ბევრად უფრო ცდილობენ ჩართვას შეტევებში უკვე და ალბათ შეიძლება ესეც განაპირობებს, თორე ხა ვერ წარმოვიდგენ, რომ პროფესიონალი მცველი, რომელიც მაღალი კლასის იყო, იმას თამაში დაავიწყდა ეხა წელს, ხო, ესე არ მოხდებოდა, უბრალოდ ალბათ თამაშ სტილი შეიცვალა და მე მეტი თავდასხმაში ჩართულობით ალბათ ეს მე რაღაც ფაქტორს წარმოადგენს, რომ დაცვაში მე თორე ვერ დავიჯერებ ხა რა უნდა შეცვლილიყო მაგალითად ლივერპულის თამაში განსაკუთრებული თქვათ რომ აი ესეთი სუსტი დაცვით თამაშობდეს. ცენტრალური მცველი ყავს პრემიერ ლიგის, ხო? ვანდაიკი არა მარტო პრემიერ ლიგის, სოფლიო მასშტაბის და კონატეს მოიყვანეს, დააყენეს, რაც უნდოდა სლოტმა, ყველაფერი მიიღო და არა, არ იყო კარგი ამ თამაში. ცუდი იყო, ხო და ეხა ეს რა ეხა გუსტილი თითქოს აქ ხა ჩვენ ჯერ ვთქვათ, რომ პირველ ორ გოლში მამარდაშვილს ვერ დავადანაშაულებთ. აი აქ მინდოდა ცოტა დამენახა, რომ ხო არ უნდა გამოსულიყო, მაგრამ ვერ გამოვიდო და ისეთი პასია ჩემი აზრით და გუსტილი რომ არ არის ეხა ის ვამბასტენი და ყოველას დასწრებაზე ვერ ჯობნის ფაქტია და მცველმა პოზიციურად წააგო და დაარტყმევინა, ხო ეგრეა, აბა ისი ბრალი არის. ხო აი აქაც ეხა აქედან მცველი შეცდომიდან იწყება ყველაფერი, ხო? მერე ახლო კუთხეში დაარტყმული. ხა სამჯერ დაარტყმევინეს წვირწინ, ხა ძელს მოხდა, გადმოვარდა, ის არ გაუშვა და ხა დაწოლილზე მეორე მივიდა და დაურტყა, გაუტანა და რა ვიცი ხა ვიღაცები ალბათ გამოჩნდებიან, რომ იტყვიან, რომ რატო გაუშვა ამდენი გოლი და რატო გაუშვა და იმიდან მეკარის საჯარივოდან ურტყავდნენ, არტყმევინებდნენ ცარიელ კარში და რა იქ არ გადამხტარიყო იმ პირველ ბურთზე, აი აქ როგორ უნდა მოქცეულიყო, ხო უნდა გადამხტარიყო. ხო არა, თან აქაც ეს დარტყმას მიდის, მე მგონი იქ შეხებაც არის და ცოტა სიცვლის მიმართულებას ბურთი და ხდება ძელს გარედან, ეხა მაგ ბურთის აღება, ეხა აი ჯერეთი როგორ კარში არ წასულა და 10 თემი ბურთებს ხო არ აიღებს, გავიგე. ხო აქაც ეხა ნუ. ნუ ეხა რა ვიცი, ხო დაინახეთ ეხა თუ არის რამე ბრალი მითხარით მაშინ და მეც დაგიჯერებ. იცი რა, არა, უშუალო მისი ბრალი არ არის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ გადაარჩინა გუნდი, ხო? კარგი არ არის, როცა მეკარი 4 ბურთს უშვებს, მაგრამ ეხა არსებობენ სპეციალისტები და შემფასებლები, რომლებიც იტყვიან, რომ აი 4 გოლიდან რომელშია მისი ბრალი და რა ვიცი, ყველაზე უფრო მეტად თუ რამე უნდა მოეთხოვებოდა ამ 4 გოლის აღებიდან, მე ვფიქრობ პენალტი უნდა აეღო, იმიტომ რომ დანარჩენი სამი უარესი იყო. კი. და აშკარა იყო, რომ გუნდი მეორე გუნდისთვისაც ახლა ამ შემთხვევაში ეინდჰოვენის ყველაფერი წაუვიდა გუნდს რა დასწრებებზე ყველგან თავდასხმელებმა დაასწრებს და პესომ ძალიან მოუმატა. ახლა ლევანს გაუხარდება ეს და მე 6-2 ნაპოლის მოუგო და ამაზე ნიშანს მიგებს და ლივერპულს ახლა ჰეტრიკი შანსი აქვს ბაიერნს. ხო და მე და გერმანიის მე სხვა რამე მინდა ვიკითხო მე არა როგორ მითხრა იცი მასე რა ქვია თამაშის მერე ურეკავ ამას და იმიტომ რომ მე არ ვიყავი ცოცხალზე ხო და ურეკავ რომ მე ვთქვა ესე რაღაცა ამ შტაბეჭდილებას უძიებთ ერთმანეთს
ხო, მაგრამ რა გიკვირს ხო რა, ინთხოვენიაო რა, თანო ხო, ხო, PSV-ა რა. სენჟილთან წააგე მე სახში. მიგებს, გავიგე, წააგე სენჟილთან სახში. მასე ამ ლივერპულმა კრისტალ პალასთან წააგო 8 ჯერ 3-0 არა, იცი რა, იყვეს დაიწყო ეხლა ეს ეს უნდა სეზონი. თქვა რომ როგორ გაგვიხარდო შენ აღნიშნე და გაგვიხარდა რატო? ხო, იმიტომ რომ ველოდით რომ ალისონი დადგებოდა. ალისონი დაბრუნდა ეგრეთ და საიმპორტი გაუშვა მაგავე სტადიონზე იმისგან, ოკეი, ნოტინგემისგან. უბრალოდ იცი რა ვიკითხე თამაშის დროს რომ მიყავდა ეს ცოცხალი რომ ეს PSV ჩარტერით თუა ჩამოსული თქო ეს სლოტი ხო არ გაიყოლებენ ჰოლანდიაში მაგრამ წაიყვანო და ისიც თქვი სად წაიყვანონ აიაქს ჩაუყვანონ არა შენ მაქსიმას გავარცო ფეინორდი ვერ თამაშობს ვამპერსის ხელში კარგად ბოლოს ყველა თამაში წააგეს და ფეინორდი ჩაუყვარ ცერტი ეს დაბრუნდეს ფეინორდი იქ დაბრუნდეს ვინც დასაბრუნებელია რა კი ბატონო ვინ არის პრობლემას ამ შემთხვევაში მარტო დაცვა არ არის ზოგადად გუნდი არის ბოშლივი რა ეგ არის ანუ სხვა შემთხვევაში თუ სადღაც ცველები წოდავენ სანაცვლოდ მე თავდასხმელები აკეთებენ საქმეს და თამაშებს მაინც მიგებენ უბრალოდ გუნდია წააგე ვისთანაც გინდა იყოს სახში გუნდი არის მოშლილი იმიტომ რომ შეიძლება მე ლობანოვსკის სიტყვები მახსოვს წიგშიც აქვს დაწერილი რომ მაღალი კლასის გუნდმა შეიძლება წააგოს 1-0-ო იმიტომ რომ ძლიერია კარგად თამაშობს და გაუშვა ერთი შემთხვევით და რაღაც მოხდა ისე რომ ვერ გაიტანო აიო 2-0-ს დაუშვებო იმიტომ რომ 1-0-ს რო აგებს და ვერ გაიტანა 91 წუთზე წავიდა მთელი გუნდით გარისკა და ფრახ მეორე გოლიც გაუშვა მაგრამ 13-ს რო გუნდი წააგებსო ესე იქ პრობლემაა და ის კლასი უკვე აღარ არის იმიტომ 13-ი არ უნდა ყოველ შემთხვევაში იმ კონკრეტულ მატჩში მაინც ეს იყო მაგის ისა რა ქვია თავარი დოქტრინა თუ რაც არის ესე აზროვნებდა ეგ კაცი და ფიქრობდა რომ ესეა ფეხბურთი და კი ბევრს მიაღწია სხვათა შორის მოდი რეალზე გადავიდეთ და ვთქვათ რომ მბაპე გახდა შეუერთდა დი სტეფანოს, პუშკაშს, კრისტიანოს 4 გოლი პოკერი ერთ შეხვედრაში, ხა რეალის რიგებში სხვას არავის არ ცოტა დააგდა რომ სალაჰისთვის მოიხსნა რეკორდი. ცოტა დააგდა რომ სალაჰისთვის მოიხსნა რეკორდი ჰეტრიკების. ხო, რა 20 წამით მეტი დაჭირდა დრო. ნამდვილად და მაგრამ აქაც დაცვაზე ვილაპარაკოთ, ხო? მბაპე ძალიან კარგ ფორმაშია კი ბატონო. ეხლა ამბობენ ძალიან ბევრს წერენ იმაზე რომ დიდი დაპირისპირება ვინის და მე მგონი აქ მეკარემ ძალიან არასწორი პოზიცია დაიკავა. კი გადახდა დროულად, მაგრამ ახლო კუთხე გახსნილი ხომ. ხო, ნუ ეხლა ეს რო არ არის, დეხეა გასაგებია, ხო. ნუ მბაპე ხა შეუჩერებელი იყო, გაიქცა. რა ვიცი, ხშირად მithkoms და გავიმეორებ რა. ამის უფრო მეტი თამაშები მაქვს ვიდრე ვისაც ვადარებ და ჩემთვის ეს კაცი აღნაგობით და ყველაფრით არის პელე. კი. სუფთა პელე არის რა. თან ის 10 ნომრით. 10 ნომრით. ბრაზილიის ფორმა რო ჩაასვა ეხლა. ხო, პელეა რა, იმიტომ რომ მე მგონი უარს არ ეტყოდა. ხო, არა, პელეა. ბრაზილიაში და სირბილით, მანერით რაღაცა ხო ხები. იგუანა. ხო, დაცვის პრობლემა. აი, ყველა გრანტსა, აი, რომელ გრანტს არ აქვს დაუშვა დაცვის პრობლემა. ეხლა არსენალს. ხო, აი, მაგის ერთადერთი შედარებით არსენალი. არც უშვებს გოლს ფაქტიურად რა. ხო, იმიტომ რა, თორე დანარჩენ ხა ბაიერნი გვეგონა და აჰა. კარგი რა ხა, ტა და რუდრიგერი რო იქნებიან თანამედროვეობის სალაპარაკო მცველები, მე ცოტა მეცინება, იმიტომ რომ ისეთი რანგის მცველები ყავდა გერმანიას თუნდაც, ხო, რომ ტა და რუდრიგერი იმაში რა ქვია აეროპორტში გასაცილებლად ვერ მოხვდებოდნენ თავის ნაკრების დიდ ფორუმზე რო წავიდოდა არათუ 22 კაცში. არ არის ეგრე? კი, ნამდვილად. მე იცი რა ოლიმპიაკოსიც მომეწონა რაღაც დაგიმალო მიუხედავად იმისა რომ წააგო ბოლო ჯამში იომა და გუნდია ხა რა ეს და ამ მენდილიბარმა ახლა შეიძლება ეგეც არის რომ მაგან სხვა გუნდებთან შედარებით რეალი უკეთესად ის გარც ხონია თურმე ამათ მოგებული სტატისტიკა 5 მოგება და 2 ფრეო თუ რაღაც გადავირიე კიდევ აბა აი მაგრამ ეს ნუ ვინი მაგ მაგარი ჩაატარა ძალიან მაგრამ ახლა იცი რა იმანაც
როგორი დასწრებაზე ბუცის წვეტით წაკრა და გაიტანა ახლა. ნუ წავუვიდე ახლა დღეს ამ თამაში ბაპე იყო ძალიან ძლიერი ახლა 4 გოლს კი თქვი შეიძლება ბაპე იყო პელე. ხო რა თუ შენი დღე არ არის გინდა პელე იყავი 4 გოლს ვერ გაიტანა რა. ხო ამათმა იომეს რა. აბა წადიდა კი რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა რომ იმას რაღაცა პრობლემები აქვს და ასვაში და რაღაცა მაინც ახლა 3 გოლი წადე გაუტანა. და 4-3-ზე გაიქცნენ მერე გასათანაბრებლად. აი ლივერპულისგან განსხვავებით, სადაც ორივე პოზიციაზე შემტევის და დაცვის ხარიც მოშლილი იყო ფაქტობრივად. აქ ეხლა ჩემი აზრით თავდასხმამ გადაარჩინა რეალურად, თორე დაცვა აქაც სუსტი იყო, მაგრამ ძლიერი თავდასხმის ხარჯზე მოახერხეს გამარჯვება და ლივერპულმა უბრალოდ ეგ იყო რომ ერთი გოლის მეტიც ვერ გაიტანა, ხო? მაგანაც საერთოდ თანამედროვე რეალი და ალბათ ძველის პრინციპში, ხო? არასდროს არ იყო მშრალი ანგარიშით მოგების ტრადიციის კონე. უშვებდა ხოლმე გოლს. ერთი გოლი მაინც ყოველთვის მახსოვს რეალის კარში და 4-1 ხო, არა, ეხა ისიც ჩვენ რომ ლაპარაკობთ რომ აი მე ჩემერა რეალიც და რის გამო ჩემი ყვარდა საერთოდ რეალი იმ 70-იანებში რომ ვიმეორებ იმასთან დერბი კაუნტისთან წაგება მოგება იქაც 4-1 წაგო 5-1 მოიგო 4-1 რო აგებს გუნდი ისე აგერ შენ ნათქვამი რომ გავაგრძელო იმ ლაბანოვსკის იმის თქვათ თეორია ხო 4-1 წაგებდა ხო იქ იმასთან რა ქვია 5-1 წააგო ჩვენ კი ვიხარე 4-0 როგორ ამოუღო გლადბახს მაგრამ 5-1 წააგო ის ამოსაგები რატომ გაუგდა ხო ანდერლეხტთან 3-0 წააგო 6-1 კი მოიგო მაგრამ 3-0 წააგო იქამ ანუ ის რომ რეალი ხა გამორჩეული იყო დაცვით ოდესმე წავიდოდა სტონა ჩადგებოდა და 0-0 ითამაშებდა ეს არ არის იმიტომაც მიყვარს მე თელჩემპიონობა ამ კუთხით 0-0 ითამაშა ოდესაში ჩერნოვცსა და სხვათა შორის გადარჩა არა მაშინ მე ვიცი მე რომ ეს უფრო ვთქვათ ესეთი რაღაცა არ ვაკნინებ მაგრამ დაცვითი ფეხბურთი სქემები კარგად გათამაშებული ეს რომ იყოს ვთქვათ ჩემთვის უფრო პრიორიტეტული, მაშინ იუვენტუსის გულშემატკივარი ვიქნებოდი და ვთქვათ ინტერის იმისი, ხო, უფრო ალბათ. კარგი, ბარსელონა ვნახოთ, მოდი რა, იმიტომ რომ ბარსელონაც კი ვამბობთ, რომ ძალიან მაღალ დაცვას თამაშობს ეს ფლიკი და სადაც ჭრის ეს იმასთან, ჟირონასთან, ახლა ყველასთან არ გადის და ჩელსი მიუხედავად იმისა, რომ მე მაინც მიმაჩნია, რომ ბევრი ნაკლი აქვს ამ გუნდს. და მისი მეორე ადგილი უფრო ჩემთვის უფრო სხვების კრიზისი მაჩვენებელია ვიდრე თვითონ ჩელსის რაღაცა სუპერ თამაში. და სხვათა ლიგაში გულისხმობაში პრემიერ ლიგაში გულისხმობა დამირეკა ჩვენმა ტურიკამ და ფეხბურთის დიდმა სპეციალისტმა და მოყვარულმა და რა თქმა უნდა ესპანური ყველაფრის რაც არის იქ და მითხრა რომ კუკურელია გადაეცი ყველას რომ არ თქვანო და არც შენ არ თქვო იმიტომ რომ ეგეთი პიროვნება ადამიანი არ არსებობს ესე კუკურეია და გავითვალისწინოთ ამიტომ კი ბატონო ლუ არ თქვათო არა ესე ორი ელი ერთად ორი კუკურეია უნდა წავიკითხო გარიყოთ ამას გარე არა გაავლეს კედლები ამის არ გჯერადი არ გჯერა არაფერს ფეხი მიახატეს კომპიუტერით არის და რა ვიცი ის ფეხი საიდან მოაბის ხო იცი ქოთანს ყურსაიდანაც გინდა მოაბო ეგრე ახლა ცელს გამოწეულ ფეხს საიდანაც გინდა იქიდან მოაბო დაუმატეს ქუსლი აი გრაფიკოსია გაუშვიო უთარა წირქვაძე და დასვიდა რასაც გინდა მიაგებს ეგ რა პროგრამისტი და კითხე ო რა ვერ მიაბა უცბა ვერ მიაბა ფეხს დაუგზელე ყველაფერს მიაბა ქითარიანს რომ დაუგზელეს ფეხი იმაში არა ხო იცი მაგაზე ვარკიტაკი გექნება ეგ მომენტად თმები რატო არა აქო იმაში უშემატკივრ გააფროსეს და ხო და გაკაფსული რატოა კუკურელიო და მაგას გითხრეს კუკურე აი ნუ მივეჩი ხა მაგას ვეღარ გადავეჩვევი ამის გარდა თუნდაც გამეორებებს რო აჩვენებენ ვარზე ზოგჯერ ისეთი შტაბეჭდილება შეება რომ იმას აჩვენებენ რაც უნდათ რომ დაინახოს სხვა იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ სხვადასხვა პოზიციებიდან და რაღაც იმ კადრის ჩვენება შეიძლება სადაც შეიძლება სხვა შტაბეჭდილება შეიქმნას და საჩ აბსოლუტურად ისეთი იმას აჩვენებენ რომ რაღაც
ხო, ამ რაკურსით რო არჩევს. შენ რაკურსით რო არჩევს. ჩვენში ყველაზე კარგად იცი, ერთი იმაში რა მიკროკადრით აქეთ გადაწევა იმისი, რა ქვია, ხო? ნუ ლევანი ხო ისაუბრო მაგ თემას 24 კადრი არის წამში. ეხლა და აი პასის მომენტს როცა აჩვენებენ იყო თუ არა თამაშგარეში, ხო? იმ პასის მომენტში 5 კადრით ესე გვალად რო არის, რო გადმოატრიალო უკან. ხო, ეხო სურათებით ის ბურთი ხო ისე ფეხზე ექნება. პასის მომენტს ბურთი ისე ფეხზე ექნება და თავისუფლად შეიძლება. იქ სხვაობას გაძლევს. მაგ თემას გავავრცობთ არბიტრაჟის დროს. ნუ ეხლა ვინც ტელევიზიაში დამყოფია და სამონტაჟო უნახავს რა არის, მაგას მიხვდება რომ ის თვალი იმ 5 და 6 კაცს და 7 კაცს იმიტომ ქვია 25 კადრი, რომ არის იმ 25 კაცს თვალი ვერ ხედა ის და ეგრეა შესაძლოა ერთი კადრი და ორი კადრი რო გადმოწევ იმას ვერაფრით ვერ მიხვდები შენ და იქ იმან ფეხი გაწია თუ გამოწია აი ნახე აქაც რას ვამბობ რა კი გასაგებია რომ გაუუქმეს გოლები კიდე ჩელსის ერთი იმდენი ხო რაც გაიტანა მაგრამ ძალიან ავანტურულია ეს და ეს ფლიკის თავიდანვე ვაბანკზე მიდის პირველივე წუთებიდან მიდის ვაბანკზე თუ უმართლებს მე ყველაფერი კარგად არის თუ არ უმართლებს ხო ანუ მე ეხლა თუ თავისთავად ჯერ ადრეა ფავორიტზე საუბარი, მაგრამ ბარსელონა იმდენად არასტაბილურია. ბარსელონას ერთადერთი რაც შეუძლია, სხვას გაუკეთოს საქმე. ანუ საკმაოდ ესეთი დიდი გუნდი გამოაგდოს, თავარი ფავორიტი გამოაგდოს და მე თვითონ წააგოს შედარებით სუსტ გუნდთან. იმიტომ რომ აი სტაბილურობა აკრია ამ გუნდს და როგორც უხარით უშვებს ძალიან. ხო, ძალიან ბევრ გუნდს ესეთია მაღალი დაცვა, რაღაც პრობლემა. არა, მუდმივად არის საგოლე მომენტი, რომ შეექმნას კარტან ამის საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ ისე არის ნაწეულები, რომ შეიძლება სამი კაცი გაექცეს უცბად მეკარესთან. და ლა ლიგაში შარშან ეხლა სულ იწყებდა, სულ კამბექები შეიძლება, ეხლა 3 გოლს გაუშვებ და მეორე ტაიმში 4-3. თუმცა ხა ეს კრიტიკა კი არ არის ვამბობთ რომ ესეთი ტაქტიკა გქონდა არა მე რას ვამბობ ხა მე მომწონს იმიტომ ბიძინამ იცის რომ მე ის ბარსელონა მიყვარდა სარაგოსასთან 6-3 ან მოიგებდა წააგებდა კი არა ხო რა ვიცი სიამოვნებდა მაგრამ მე სტადიონზე მივიდა გოლის ანახავა და არა იმისი რომ თქვა 0-0 დამთავრდეს მე მაგას იუვენტუსის 2-0 ტაქტიკა კონკრეტული ტაქტიკა ხო არ შეიძლება რომ მუდმივად ამართლოს ხო ეს როდესაც ახალი არის და ჯერ ანტიდოტი არ გიფიქრებიათ ამ ტაქტიკის იქამდე ამართლოს ახლა როცა ერთი და იგივე ტაქტიკას თამაშობს უკვე გუნდების მათ იციან წინასწარ რა ისაც ვკითხოთ ამას სახში ყავს ის ბარსელონის კომაგი იქ წამოიღო იქიდან იმიდან კამინიტოდან ესენი ბარსელონას მაისურები კი ნამდვილად ჩემი აზრით ბარსელონას იმდენად კარგი შემსრულებლები ყავს ზოგადად რომ ბარსელონას არც ერთ ეტაპზე ალბათ ჩამოწერა არ უნდა მოხდეს როგორც ფავორიტი საერთოდ და მწვრთნელი ყავს კიდე ძალიან ძლიერი ხა ნუ ჯერჯერობით რაღაც ტაქტიკა არ ამართლებს ხა ეს ალბათ დროებითია მაგრამ მე ვფიქრობ რომ თვითონ კონკრეტულ ამ თამაშს რაც შეეხება ახლა აქ ჩელსის თამაში ძალიან კარგად წავიდა სწორად აღნიშნეთ რომ ერთი იმდენი რაც გაიტანეს არ ჩაუთვალეს და ეგეც კიდე ცოტა საკამათო არა იყო ჩასათვლელი კი და დანარჩენზე ახლა ბარსელონას დათო როგორც აღნიშნავს სხვა საქმეს გაუკეთებსო ეგეც არ არის გამორიცხული რაც ბოლოს ნახევარფინალში გააკეთა ფაქტობრივად შარშან და წელსაც შეიძლება მოხდეს თუმცა სულ თავისუფლად შესაძლებელია რომ უპირობო ფავორიტის გახდეს სეზონის ბოლოსკენ უკვე რა და ხო იმიტომ ამ ტაქტიკით იყო ვითორი რომ მოუგო მესიან ბარსელონას ხო კი იგაზეგრად არნერბი და მაგიტომაც უკეთესი ყავდა ჩემი მაგიტომაც ვამბობ რომ ეს იმ ისტორიულ ბარსელონას და სხვათა შორის აქ მოუკლოთ დაცვამაც აქაც შედარებით ახლა თუნდაც ის ურუგვაელი არაუხო რომელიც ხო შარშან და შარშანზე გაცილებით ძლიერი იყო ახლა არ ვიცით მის გადაღებამ შეცვალა რამე თუ რა მოხდა მაგრამ ნუ ფაქტია რომ წეს ვეღარ არის ისეთი რა და როცა კარგი თამაშით ვეღარ ხდებიან შესამჩნევები მე ეძებენ ესეთ მეთოდებს რომ თავი დაიმკვიდრონ და შესაძლოა ასეც იყო ხო მე ის ბარსელონა გავიხსენე მე კრუიფის ბარსელონაც ავანტურისტულ ფეხბურთს თამაშობდა ხა ხო გარბოდა და მოშიშვლებული ქონდა დაცვა და ეხა მე კუმანზე ბიძინას დიდი ისინი გვაქვს ერთმანეთთან გადაძახილები ხოლმე და
გასაგებია რომ ყველაზე სწრაფი და მოქნილი მცველი არ არის, უფრო იქით წინ 60 მეტრიანი პასები და 40 მეტრიან გოლის გატანა ეხერხება ვიდრე იქ ზონების გადაკეტვა, მაგრამ ხო, ამიტომაც იყო რომ ბევრ გოლს უშვებდა მაშინაც, ეს მიცემდა 60 მეტრს, აქეთ მიცემენ ეს ვერ გაეკიდებოდა. და ეგეც მომწონდა და მათი გულშემატკივარიც ვიყავი და კაპელოს ერთითროლებით ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ იმ მილანს უხდებოდა ეს და მე ერთმანეთს შეხვდნენ და უნდა უხდებოდეს, მაგას ერთმანეთს შეხვდნენ და ვინც 4 ბურთს იტანდა და ვინც ერთითროლს თამაშობდა ისინი და ამათმა მოუგეს იქით 4-0 და ესეც ხო ფეხბურთია რა, როგორ რა დაჯდება, არავინ არ იცის, თორე ხა ისე ძლიერი მილანი ბარსელონაზე 93 წლის ფინალში არ იყო რომ 4-0 მოეგო. ხო, ეგეც ეგ არის. ბარსელონა აუშუზე წავიდა და ყველაფერი რაც დაარტყა, ყველაფერი იმან გაიტანა, მინდა რაფია. სავიჩევიჩმა მონტენეგროდან გაიტანა გოლი. და სუბისარეტას მე მგონი ამ სიშოვიდან გოლი არ გაუშვია ხა საერთოდ და ყველამ გაიტანა დესაიმ და რავი. კარგი იყო ეს გახსენებები, რა გვაქვს შემდეგ. ატლეტიკო, მაგრამ ინტერი ახსენა აგერ ირაკლიმ და ესპანურ თემაზე ვლაპარაკობდი, ატლეტიკო ინტერით გავაგრძელოთ და მე თამაშსაც მივადგები. ისე ამოჭირტივდა საუბრები, რომ დიეგო სიმეონე წავა ინტერში, ეს ყველა ფეხბურთის გულშემატკივარმა იცის, რომ ადრე თუ გვიან მოხდება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ყველა მიცის, რომ ეს უნდა მოხდეს და ხანდახან რაღაც მიიჩქმალება ეს თემა და აივიწყებენ, ეხა ისე წამოიწყებენ და აი სწორედ ერთმანეთს ხვდებოდნენ ეხა და ატლეტიკო იყო თავის სტილში იყო რა, ისე როგორც ინტერი ეტაკნენ თავიდან გოლი გაიტანეს, ამ გოლს მე ვიცი რომ რაშა გაგვირჩევს ჩვენ. ხო და თავიდან არ ჩათვალა მსაჯმა და მე უყურა და მე არ ვიტყვი ჩემს მოსაზრებას წინასწარ მსაჯისამ სამართლიანი გადაწყვეტილების შესახებ. მე გავარჩიოთ გისმინეთ ცოცხალში და ვიცით რასაც ვიქნებ. ხო, იქ ხა ლიბერტადორესის თასის ფინალია და ფილიპე ფლამენგომ თუ მოიგო. ხო, ფილიპე ლუისზე არის საუბარი ატლეტიკოში. ხო, მაგრამ იცი რა, ჩვენ უყურეთ იქა და გეტყვი მაგას რა. იქიყვნენ ხალხი და ჩამოიდნენ. დიდი შტაბ-ერთილება არ დაუტოვებია. რა ვიცი, მე ჩვენ რაც ნახეთ ფილიპე ლუისის გაწვნილი ფლამენგოთან ნახეთ ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, ფლუმინენსესთან. სავსე მარაკანაზე, სადაც თანაც 90% თუ არა 80% სწორედ ფლამენგოს კომაგებით იყო გადაჭედილი იქაურობა და მოუგო პირწმინდად სუბელდიამ. თან ის მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ფლუმინენსე ითვლებოდა და მაინც ფლამენგოს გულშემატკივრები იყვნენ უფრო მეტი. კი, მივიღოთ, მაგრამ ეგრევე რომ ლიბერტადორესის ფინალზე იყვნენ გადართულები. იცი რა, არ ვიცი რაზე იყო გადართული, ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო მათთვის. ფინალშიც ისე მივიდნენ, აი თლად დამაგერებლად მოიგეს ვერ. მოდი ამ თამაშს დავუბრუნდეთ. ბრავო ატლეტიკოს, იმიტომ რომ იგებდა მე ხო იცი სიმეონე ხა არ არის ისწრელი რომ ერთი წელზე გავარდეს კიდე და იქ შეტევებში იყოს. იფიქრა გავკაჩეთ და აი დაცვაზე რო ვლაპარაკობ ძალიან მარტივად დაარტყმევინეს ხა ესე ორი პასით მოიჭრა ყველა. გრიზმანი შემოვიდა კარგად, გაამწვავა თამაში და ხიმენესის თაური ატლეტიკო თაიმში ის კუთხურიდან თავით აი ეს არის დნმ-ია ატლეტიკოსი რა. კი, საოცარი გუნდია რა. ხო და მე მიყვარს რა ვიცი, ვიღაცები ხო იცი გამოხტებიან ხოლმე და მე ძალიან მქონობ ატლეტიკოს. და იცი რა მოგწონს ატლეტიკოში, როცა ბარსა და რეალი ეგ ვერ გავიგე ხა ეგრე მე შეიძლება ილაპარაკო ხო პატარა ჩოლო წამოვიდა გულს ვერ უკარნახებ ხა ხო მაშინ ყველას მონიკა ბელუში უნდა უყვარდეს დედამიწის ზურგზე ვინც ითვლება ყველაზე ლამაზ ქალად ჩემთვის არა მაგრამ ისე უმრავლესობისთვის და ხო შეედავები შე რატო გიყვარს ვიღაც სხვა როცა მონიკა ბელუშია რეალია ბარსელონა გასაგებია მაგრამ აი მაგითო არ მინდა მე რო ეს ქალი უფრო კარგად დარბოდეს ვიდრე ეს მამაკაცი ხო მაგას მაგას მონიკა ბელუჩისთან მიმართებაში რატო იქნებ აქეთ გამოგეკიდოს და ადგილად დაგეწიოს გიდი არა მე გამხსევი მაგნი არა ვარ დიდად კარგი სიტი ლევერკუზენი ვნახოთ სანამ მივადგებით ცენტრალურ მატჩს ხო
და ხუმრობის გასაცდელს უართ აქ, ხო, სტუდიაში. სიტიზე მითხარით ერთი რა. რა უნდა გითხრათ ახლა მოსაუდელი იყო ის შედეგი, იმიტომ რომ ისეთი გუნდი დააყენა, რომ რა ვიცი, ეს გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად მართავს ამ ექსპერიმენტებს და ამ ექსპერიმენტების ხერხლი ხშირად რატო, რატო ამიხსენით? მე ვთქვი რომ ზაგრების დინამოსთან ბოლო ტურში გამოიყვან და არა, რომ ვიმსჯელოთ, უკვე გასულზე მეორე შემადგენლობას მესმის და ეხლა რა ამ შოა იმაში იქ წააგოთ ხო ნიუკასთან თამაში კი იმაში არც იქ არ არის თუ რა დამაჯერებელი. რო თქვა რომ აიცია იქ დაღალა ბიჭები და ეხლა მოვიდა აქ და ასვენებს თან ეხლა რო ხდებოდეს ეხლა გადავეკიდე ამ პაფოს და კაირაც მაგრამ იქ დაასვენოს კაი ლევერკუზენი ის გუნდია ეხლა შენ ნახევარი გუნდი დაასვენო ან დასაჯა ნიუკასთან წაგების გამო ან რაღაცას იგონებს რა ვიცი რომ ხო გაუგებარია თავისი რაღაცები აქვს, ну ფაქტია რომ რაღაც თავის გეგმები აქვს და იმ გეგმებს ალაგებს ალბათ. ხო არის მოსაზრება რომ ამ ალღუ აუღეს ამ ახალ სქემას ჩემპიონთა ლიგის, ანუ და დათვლილი აქვს დაახლოებით რამდენი ქულა გამსვლელი პლეი-ოფში და ხო მაგრამ იცით არსებობს მე მგონი გუნდის პრესტიჟი, ხო? და მისი საკუთარი. თვითონ მისი, კაცო, გვარდიოლა იმითი იყო და არის გამორჩეული, რომ ლამის წაუგებლად იგებდა იმას, რა ქვია, ტურნირებს და არა, შევწელიწადში 6 ჯერ გახდა ჩემპიონი და იმდენით ჩამორჩა უკვე იმას, რა ქვია, არსენალს, რომ ლიტყვილაა. სამი ჩემპიონატი შეიძლება არ იყოს. მე სხვა რამეს ვამბობ, კაცო. შეიძლება ვერ მოიგო და შეიძლება ხდება ახლა რომ ვიღაცა მოგიგებს მართლა და მართლა, მაგრამ სიტი რომ გამოდიოდა სათამაშოდ ლევერკუზენი კი ორი ლევერკუზენი რომ დგარიყო 22 კაცი ბურთს არ დაანახებდა. დაიჭერდა ამ ბურთს და სულ მაგათ ეკნებოდა და იყო ეგეც არისო. ბურთიც ვეღარ უჭერს. ნუ რაც არ უნდა დათვლილი იყოს, მაინც საში თამაშობს, ხო? და სამი ქულა რა ვიცი. ხო, ვის სიამოვნებს რა. შესაბამისად უბრალოდ მას რო აქვს რაღაც ესეთი წარმოდგენები, რომ თავდასხმელის გარეშე შეიძლება თამაში მოიგო. ალბათ ეს ფაქტორი უნდა წარმოაჩინოს, რომ ანუ ნებისმიერი ფეხბურთელებით მე შემიძლია შედეგს მივაღწიო, რომ სამწუხაროდ ვერ აღწევს ამ შედეგს, იმიტომ რომ სხვა ახსნა ამას ფიზიკურად არ აქვს. მე მგონი საბედნიეროდ, იმიტომ რომ თავდასხმელის გარეშე ფეხბურთი ხო, საბედნიეროდ ფეხბურთისთვის სამწუხაროდ მისიოს ის იქნება სამწუხარო. ირაკლი შენი შეფასება გვარდიოლას. გვარდიოლას ალბათ ჩემი შეფასება თითქოს არ ჭირდება თვითონ, მაგრამ ჩემი აზრით უბრალოდ თამაშს იმდენად მაღალზე აწიეს თავისი წინაწლების თამაშით, რომ ეხა განსაკუთრებულს მოველოდებით, თუმცა ეხა სახში რომ მაინც აგებ ლევერკუზენთან და ეგრე წესით ალბათ უკეთესად მომზადებული უნდა გამოიყვანათ გუნდი სავარაუდოდ რა და ლევანს დავეთანხმები, რომ ამ შემადგენლობით ნამდვილად არ უნდა ეთამაშათ ესე და უფრო მეტი მობილიზებით. მე თვითონ ახლა ინგლისური ფეხბურთის დიდი მოყვარული არა ვარ ესე ზოგადად, მაგრამ და სიტისთან ჩემი სიყვარული ერთადერთ კინკლაძით იწყებოდა და მთავრდებოდა იქ პრინციპში. თუმცა სიტი რასაც შეგვაჩვია იქიდან გამომდინარე უკეთეს ველოდებით, მაგრამ დიდად არ მწყენია ეს სიმართლე გითხრათ. ხო. კარგი, მაშინ კიდე ერთ ინგლისურ გუნდზე გადავიდეთ და მთავარ მატჩზე ალბათ ამ ტურის ცენტრალურ შეხვედრაზე არსენალი ბაიერნი. პაპიშა ფანტასტიკური. თუმცა ბრძოლა არ შედგა ბიზინა, მე ამ თამაშიდან ველოდი მინიმუმ 2 გოლს ორივე გუნდი შეაგდებდა და კიდე მერე რასაც დაამატებდნენ. ბაიერნი საუცხოო ფორმაში ერთი ფრე აქვს და სულ უნიონთან აქვს ფრეიქას 2 გოლი იქაც გაიტანა. ის ახლა ხო? ხო, ცოტა ხნისი და ახლა გასაგებია რომ არსენალი არ არის იოლი მოსაგები მით უმეტეს ხა ისის ლიდერია თავის ქვეყანაში ესეც, მაგრამ აი პირველი ბურთი რომ გაუშვა, მერე გააქტიურდა და ქონდა რაღაცები გაათარა, მაგრამ მეორე ტაიმში რომ გაუშვა, ვერაფერი ვეღარ დაუპირისპირა და ის ხო რა ვიცი თოკით რომ მოაბან ნოიერი ძელზე რომ საჯარიმოს გარეთ ვერ გადიოდეს ორი ბურთი მისი ბრალია გაცილებით მეტი ქულა ექნება ბაიერს ვიდრე ახლა აქვს, იმიტომ რომ ისე გარბისთან არ არის ეს მისი ძლიერი მხარე. არ ვიცი ის იმის რა ქვია
სივრცის შეგრძნება არა აქვს წესიერი თუ რა გამორბის ისე დროს რომ ერთი 10 მეტრით აგვიანებს ცელთან მისვლას და ახავთ ახლა ამ მომენტს ხო ორი გოლი მაგის ბრალი იყო იქ გამოსვლაზე შეცდა ერთი და ის გოლი მესამე რო წინ გამოვიდა ძაღლი როა დაზღვევაზე რა ქვია MG-ში ფარეს რო დაძდევს ფარეს რო დახტეს კი რა ქვია მაგას მაილო ხო თვალი რო აქ ერთი თვალი ახლა რა და გამომძიებულს რო არაფერი რო არ ახსოვს თავიდან რო ხო რო იწერს ვინავარო ხო ძაღლის სახელიც რო არის გამძავს უნდა რომ თვარის რო ხედავს გონია რომ შეგზნება არა შეჭმა უნდა ეგრეა ის ნოიერის ხო აქ აი ეს სადაც მე აქ შეიძლება უფრო გამოსვლა მაგრამ აქაც არ უნდა დაჭირებოდა გამოსვლა იმიტომ რომ ცოლები იყვნენ და ახე ნუ აჯობა არსენალმა არა ჯობდა ლაპარაკობ არა და კომპანიის კონტრაქტი განუახლეს და ეხლა კრიზისი ეხლა დაეწყო რა ესე ამ იცი რა კომპანიაზე ხა ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და არც თუ აღმატებით არა ხა ნუ არსენალთან წარგების გამო მაგ კონტრაქტს არ დაუხევენ აი ნახე ხა სად არის შეხედე 10 მეტრით არის სხვაგან რა არა საერთოდ რა უნდა იმ სიშორეზე ხო არის რომ აიცი წამის მეათედი დამასწრო და აი რა ეგარი ხა სიბერე მე ასაკში სხვაგან არის საერთოდ ნახევარი მოედნის იქით არის აი რაზე გამოვიდა აი სიშორეს თან წველი მოძდებს ხო რა ვიცი არღალატებს დაუსწრებს სთავაზობენ მამარდაშვილს და არ გვინდაო და ახლა ყავს ხო ფოტოშორის კი შეიძლება უკეთესი ყოფილიყო ყველასთვის კი, ყველასთვის. ჩვენ გვაქვს ახლა რამდენიმე მატჩი ევროპა ლიგიდან და მოდი ვნახოთ პირველ რიგში ვნახოთ კიტეს გოლი, მართალია შტურმა ვერ ივარგა საბოლოო ჯამში მაგ შეხვედრაში, მაგრამ კიტეიშვილმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ფოტოშორის წინა ტურში როცა ლასკთან წააგეს, იქაც შტურმა ვერ ივარგა, მაგრამ კიტემ შეაგდო. ეს უკვე ბუნდესლიგაში მოხდა. ხო, იცი რა, ქართულ გოლებზე დღეს დღევანდელ გადაცემაში არ ვისაუბრებთ იმდენს, იმიტომ რომ შემდეგი გადაცემა უკვე ესეთი გვაქვს და საოცარი გოლი შეაგდო რა, მართლა ფანტასტიკური. ამას თუ გააქვს, ძალიან ლამაზი გოლები გააქვს როგორც წესი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი პანათინაიკოსმა მოუგო შტურმს მაინც საბოლოო ჯამში. კოპენჰაგენი კაირატის შეხვედრაში თუ დაუბრუნდებით უკან თუ დაუბრუნდებით პასი გააკეთა ზარია მარუსი შემოვიდა ბოლოს თუ გვაქვს ხე მაშინ მოდი ქართული თემა აქაც სამი თონს აგებდა კაირატი და მე დაიწყო თამაში 3-1-იც გახდა და აი 3-2-ის ბოლო გოლში მიიღო ზარიამ მონაწილეობა. ახლა კაირატისგან დიდ წარმატებას ახლა აღარავინ ელოდა ის წარმატება უკვე ის არის რომ მან დარი კაირატი და თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე. ხო, ასევე ვთქვათ ისიც რომ რაიო ვალეკანოს მოუგო სლოვანმა და ესეც აღნიშნოთ, ხა არ არის აუცილებელი გოლების ჩვენება, მაგრამ იმიტომ რომ ქართული არ არის ამ შემთხვევაში როგორ აშიამ გაიტანა 51 წუთზე და ბოდიში ვაისის პასი და თან საუკეთესო ხო და ახლა წავიკითხე თითქოს ვიტესს უნდაო ვიტეში დაბრუნება ხო ვიტეში ისე საუბრობდა წასვლაზე თვითონ თავის ინტერვიუში არა პრობლემები აქვს ვიტეს რაღაც სამოყვარულო უფრო როგორც მე მგონი მე უკვე რა ქვია არა ფეხბურთელობაზეც არის ლაპარაკი პროფესიონალური სტატუსის შეჩერებაზეა ვიტესის თუ შეუჩერეს უკვე და ეხა დაბრუნება უნდა და ვიტესისთვის უნდა დაებრუნებიათ ჟორდანია. იმიტომ რომ
როცა ქონდა კარგი პერიოდი ვიტეს, ეს სწორედ მერაბ ჟორდანიასთან იყო დაკავშირებული, რომელსაც მინდა მიულოცო, გურია გადმოვიდა და სად გადმოვიდა ერთი ლიგით აიწია ხო, არა, ნუ გადმოვიდა რომელიც ჟორდანიას გაახარებს გურიასი ჯერ კიდევ ერთი სამი წელია. ხო, ეხლა სწორედ ჟორდანიაზე იქნება დამოკიდებული სად გადმოვიდა, სად გადავა, იმიტომ რომ ის შეუძლება ამ პროექტს სათავეში და დიდი იმედი გვაქვს რომ მე მახსოვს მერაბის თამაშებიც ჟორდანიას გურიაში და კიდე ბევრი სხვა მისი თაობის წარმომადგენლის მისი საოცარი ტექნიკური ჯარიმებიც და პასებიც. ხა ბრენდია ხა გურია ქართულ ფეხბურთში. უნდა იყო ესე არ უნდა იყოს ხა. წარმატებას უსურვებთ ნამდვილად. ხო, აი ხა იქნება ცვლილებაზე შემოსული აგერ 4 თორს აგებდნენ და მე 2 გოლი გაიტანეს. აქ კი არა გურიაზე ვამბობ. ხო. მეც ხომ ესენს აგებდნენ 4 თორს არა. ხო, გურიას არ უქომაგებს მე. კი, აბა. შენ რა უქომაგ. აი, კაშიას გოლი ნახოთ აუცილებლად ბოდიში იმისთვის რა ქვია. უზუსტობისთვის. ხო, რაიოსთან. ეხა სლოვენისთვის იმისი რა ქვია ლა ლიგის გუნდის დამარცხება მე მგონი ძალიან დიდი საქმეა თან პირველი გამარჯვება ვერაცდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ამ სიტყვებს ვიტყოდი მაგრამ ერთხელ თქვი და გავიმეორებ ოცნებობ საქართველოში ყავდეს სლოვანის დონის გუნდი აბა აი სადამდე მოგვიყავნა ცხოვრება აბა და თამაშობდეთ ესე რაიო ვალეკანოსთან და ვიღაცა და სტადიონზე მივდიოდი და მიხაროდეს ისვა და ვიღაცებს უგებდეთ ხანდახან. იცი რა, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ არა მოგებაზე, მაგრამ შეხვედრებზე ქართული გუნდის ტოპ კლუბებთან მსოფლიოსი, სწორედ აი ამის მერე როცა ვნახავთ ამ მატჩის ფრაგმენტებს გადავალთ იმაზე მე უცებ ერთ-ორი სიტყვით ჩვენ ამბებსაც გეტყვით და მივუბრუნდეთ უკვე მე ლაშას რუბრიკას შემოუტრიალეს კარგად თამაში ანუ ვაისი სათავეშიც და მეპასეთაც და აგერ კაშიას გოლი. ჩვენივეთ აჭრეს შორეულ კუთხეში. ხო, ნუ ხა ეს გოლი აჩუქეს, ბუნებრივია. ცელების დაუდევრობაზე უნდა. ნუ რაიო ვალეკანო კარს უკან კედელი და მეორე კარს უკან корпуსი თუ არ დგას ვერ თამაშობს. ისე ვერ თამაშობს, ხო. მოდი გოჩას მას მიუბრუნდები, რა ქვია. და ვნახოთ ჩვენ მისი მომზადებული ორი სიუჟეტი გვაქვს. ერთი არის ერთი ეხება ალტობელის რომელზეც შენ ცხენი კინაღამოიგე და კინაღამოიგე ალტობელი გახდა 70 წლის ცხენი არა ოღონდ ალტობელი და ალტობელი კი ბატონო ვავაზე თემას გეტყვით ახლა ბევრ რაღაცას მოგიყვებით ახლა ხო და მოდი ვნახოთ მოკლედ ალტობელი 28-ში 28 ნოემბერს ესე იგი 70 წლის იუბილეა ფინალში გოლის გამტანი მესამე გოლი გერმანიის ნაკრების კარში კი ბატონო ბრეშა ინტერი იუვენტუსი ასეთი იყო მისი კარიერა საუკეთესო გოლებს ვთავაზობენ უკვე ინტერში გატანილს სადაც ძირითადი როგორც ინტერის ხო რა თქმა უნდა იუვენტუსში ერთი წელი იყო ბრეშაში კი იყო 3 წელი მაგრამ სტარტზე იყო მაშინ კარიერის და აგერ არის მისი 10 საუკეთესო გოლი ინტერში და შეგიძლია თავად შეაფასოთ ამ ფორვარდის ხა ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა
ყველაფერი ბრეშას გოლებით გვეჩვენებია, მაგრამ და იუვენტუსშიც უკვე დაღმავალი პერიოდი როცა ჰქონდა კარიერის, მუნდიალის ფინალში თქვა აგერ ლევანმა გატანილი მესამე გოლი 3-1 იმ საოცარ 3-0 გახადა. კი, 3-0 გახადა მან. რუდი ფოლერმა გაიმეორა მისი ეს არის პირველი ფორვარდი, რომელმაც მუნდიალის ფინალში შესვლაზე შესულმა გაიტანა გოლი და მერე ფოლერმა გააკეთა იგივე. ეს უკვე არგენტინასთან. კი ბატონო. 88 წლების 80 და 88 წლების ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტია. 88 წლის კონტინენტის ჩემპიონატზე კაპიტანიც იყო სკვადრაზორასი. კი, და კაპიტანი. იალი და კაპიტანი იყო. კი, კაპიტანი იყო. მაგრამ მე მგონი არ მოუწია მოედანზე ყოფნა. გონ კაპიტანი იყო, რა იმაში ყარი ქამოდა სახში კაპიტანი. და ინტერის შემადგენლობაში 466 იასპარეზა 1980 წელს და 209 გოლი გაიტანა. ამ პერიოდის მანძილზე. UEFA-ს თასის 34 ფინალის განმეორებით მატჩი დინამოს წინააღმდეგ აქვს ასევე თბილისში ნათამაშები. ფაკეტის რო წააფრიკიანმა და 0-0-ზე ხო გამოვიდა აქ მოედანზე და ასე რომ თბილისშიც უთამაშია. ისი საუკეთესო გოლები. ნახე, ეხლა იცი რა, ჩემი აზრით მაინც კიდე დაუფასებელი უფრო, იმიტომ რომ სულ სხვები გვახსენდება. ჯერ ესეთი ეხლა 82-ში ვინო გახსენეს თუ არა პაოლო როსი, ხო? ეხლა იმიტომ რომ ეს ციხიდან გამოსული კაცი მოვიდა. და მერე იყო კონტი ალბათ. მერე კონტის იხსენებდა. ხო, და ამიტომ მაგრამ ნახე რა გოლები გააქვს რა. არა, ჯერ ერთი ახლა ვიხსენებთ ფინალში გოლი გაიტანა, შეცვლაზე შემოვიდა, შეაგდო რა. ის პერტინი გადაერია, მაგოლზე იყო. კი, რა საჩვენა. კი. ვინ იყო გერმანიიდან? შმიდტ რაღაც სუდიდან. ხალი მოდი ვთქვათ, მისი გამოწია მას ჩემპიონატის ფინალში. ნახეთ რა როგორ მარტო იყო საერთოდ დატოვებული. შუმახერი გაწია გვერდზე. ძალიან მაგარი იტალია იყო რა. აი ეს არის მე მგონი ის გუნდი რომელმაც არავის არაფერი არ თქვა, იმიტომ რომ ვინც კი იყო ფავორიტი ყველას მოუყვა. მოკლედ გერმანია ძალიან მაგარი იყო. იმ დღეს კი რა თქმა უნდა. მეუბნებოდა რომ საფრანგეთი უფრო მაგარი იყო და ვერ იტყვი რომ საფრანგეთი. არა, საფრანგეთს არ მოუგო, არა, მოუგო, ნუ არავითო. 73 წელს 28-ში 28 ნოემბერს თბილისში კოუცის და კახიასათიანის გოლები გაიცვალა და ტოტენჰემთან ვითამაშეთ ფრედერიკ. აი იმ ტოტენჰემთან რომელზეც დღეს ამდენი ვილაპარაკეთ, მართალია საპასუხო შეხვედრა 5-1 წავაგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩივერს პიტერსი ხო, არა, იქამდე იცი რა, კომუნისტი გამოდიოდა გაზეთი მაშინ და იქ გიგლა ფიცხალავას ის იყო, რა ქვია, შარჟი იყო, რომ წვავდნენ მამალს იმაზე რა ქვია და ნუ 5-1 წავაგეთ მერე და ახლა ნაკვერჩი ხალხი. მაგრამ ძალიან კარგი გუნდი იყო. იქაც ჰქონდა იქ ზორბე გებრალიძემ გააყვა იმას ზეოს მანუჩარს ჰქონდა მომენტი მას რა ქვია და როგორც ამბობდნენ მე ახლა ეს არ ვიცი რამდენად გულსველი იყო ეს ნათქვამი, მაგრამ წითლებით ვითამაშეთ ხო და მურთას ხურცლავა გამოჩნდა ეგ რომელიც კაპიტანი იყო ამ პერიოდში. ფორმა არ ჩავიდა თუ რაღაც და ტოტენჰემის ფორმით ვითამაშეთ. ხო, მაგრამ ისი რაზე იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ სეზონი ის გვინდოდაო რა ქვია. დამთავრება გვინდოდა სეზონის. უკვე იმიტომ რომ თავდებოდა ჩემპიონატი და იმასში რა ქვია. შეგულებაში გასვლას ველოდით და ხა რა ვიცი შეგულებაში გასვლის გამო 5-1 წაგება არ გონია ახლა რომ თქვათ ეს რაღაც წავიკითხე ეს ერთ-ერთი ვერსია ხო და ხა რა ვიცი მე ამ თამაშზე ვიყავი და საოცარი გოლი გაიტანა აი ნახედავთ ეგერ მე მგონია რომ ტოტენჰემი
დინამოს იქაური მატჩი იყო თანამედროვე რიმეიკი პირველი მერცხალის. კი, და ხო, მაგრამ იცი რა, ეხა ამავე სიუჟეტში ჩვენ ნახავთ, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა 5 გოლი გაგვიტანა ტოტენჰემმა. ამ მატჩის შემადგენლობას გეტყვით ქართული გუნდის. აქ იყო გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ჭელიძე, ებრალიძე, რომელიც მე ზურაბ წარიცალმა შეცვალა, მანჩარ მანჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი, გივინოდია, ლევანოდია. ალექსანდრე კოტრიკაძე იყო ამ მატჩში დინამოს მთავარი მწვრთნელი და 1960 წლის ნოემბერში. თუმცა ეს არ იყო ჩვენი პირველი გამოსვლა ევროთასზე, ტვენტესე. კი. ტვენტესთან კონდა თამაშები. არა, ნახე მე რას ვამბობ. 1960 წლის ნოემბერში თბილისის დინამო ინგლისური ტურნეს მრევლობისას ლონდონში, ოღონდ უკვე White Hart Lane-ზე, აი სადაც მე 5-1 წავაგეთ, შეხვდა ტოტენჰემ ჰოტსპურს და წააგო 5-2. ეხლა ნახავთ როგორ ტურნეს. ხო, ამხანაგური ოფიციალური. კი ბატონო. და იქ იყო ესეთი შემადგენლობა, ხო, თენგის მელაშვილმა და ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანეს 2 გოლი. დინამოს შემადგენლობა კოტრიკაძე, ოღონდ სერბო ამ შემთხვევაში, კარში, აგერ არის მატჩის ფრაგმენტები. იმ მატჩის ფრაგმენტები ტურნესი? ტურნესი, აგერ მოგვიტანეს შოთიკომ ძიგურმა და ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა გოჩა კაჭარავას მადლობა ამისთვის, კი. შემონახული იყო. კი, კოტრიკაძე, სიჭინავა, თორაძე, ჩოხელი, ესა ვარონინი ყავდა დამატებული ამ ტურნეში თბილისის დინამოს. Yamanize მელაშვილი ბარქაია, კალოევი, ღოღობერიძე მესხი და ანდრო ჟორდანია, ლეგენდარული ანდრო ჟორდანია არის მწვრთნელი ამ გუნდის და აი ხედავთ ეს თამაშის სავაგეთ. ვარონინი წაყვანილი ყავდათ ამ ტურნეში. ხო, იმატებდნენ მაშინ ხო, არა, ვიცი, მაგრამ უბრალოდ არ ვიცოდი ვარონის დინამოში თქო. ამ ტურნეში იყო წასული დინამოსთან ერთად და მე აი მაგალითად ეს კადრები მე არ მაქვს ჩემს არქივში და აი მადლობა. უკვე გაქვს. ეხლა უკვე მაქვს, ხო, ბუნებრივია, მადლობა გოჩას ამისთვის და არ მქონდა და ახლა მართლა საოცარი რაღაცაა, ხო, აი როცა ხედავ თბილისის დინამო, აი ეს არის თბილისის დინამო. კი, წააგო ეხლა გუტერბა ტურნეში მიდიოდა ინგლისში და ეთამაშებოდა ტოტენჰემს და მე გვიკვეშ კარაველასთან სიგებდა და კარაველასთან მოგო ფლამენგოს და იმას რა ქვია ბენფიკას და ისნა შეხვედროდა მე ბაიერნი ხო და ეხლა აი დეთო რაღაცა გუნდი რო გავგებია რუმენიგი და ბრაიტნელი გაიხსნენ სტადიონზე და რუმენიგას და მისი ხო იმ გუნდი გაიყვანა ხო ბრაიტნელი მოკლედ რა ეხლა ორიოდი სიტყვით მინდა გითხრათ იმ ტურნეს შესახებ რომელიც ჩვენ ჩავატარეთ და რომელშიც აი გავიცანი ეს ორი მშვენიერი ადამიანი ეს იყო კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ სეტანტას მიერ ორგანიზებული ეს ტურნე რომელშიც ასე ვთქვათ მასპინძლების რანგში ალექსანდრე გაბრიჩიძე და მეც გავხდით და ორ მატჩს დავესწრეთ არგენტინაში, ორს ბრაზილიაში. მინდა რომ თქვენ გთხოვოთ შეფასება იმ მოგზაურობის და ნანახის ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ მე უნდა გადავიდეთ საოცარი შთაბეჭდილებები დავბრუნდით ამ ტურიდან. თუ რამეს მოუხდება ანდაზა რომ 100 ჯერ გაგვონდეს ერთხელ ნანახი ჯობია ეს არის რა. ძალიან რთულია და გამიჭირდება სიტყვებით გადმოცე ის ატმოსფერო, რაც სტადიონებზე სუფევდა რა. ეხლა ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველი თამაში იყო ინდეპენდენტე როსარიო. ჩვენ გვაქვს რაღაც ფრაგმენტები და მაგრამ შევხვდით კიდევაც. ტური, არაფრის მომცემი, სატრონის ცხრილიდან გამომდინარე, მაგრამ იმ თამაშიდან გამოსული, ანუ ისეთი ატმოსფერო იყო, რომ იქიდან გამოსულები ერთმანეთს ვეუბნებოდნენ ტურის წევრები, რომ ანუ რა უნდა მოხდეს ახლა, რა უნდა გაგვაოცოს, ისეთი შოკი მივიღეთ ამ პირველი თამაშიდან. ორ დღეში იყო უკვე ბოკას თამაში და თამაშამდე ჩვენ სადაც 8 საათით ადრე მოგვიწია ბობონერას მიდამოებში გასეირება და უკვე ხალხს დაწყებული ჰქონდა ზეიმი, ანუ თამაშამდე 8 საათით ადრე ხალხი გამოსული იყო. ცეკვავდა, მღეროდა და რომ არ ცოდნოდა რომ რაღაც ასევე რიგითი თამაშია, იფიქრებდი რომ რაღაცა ძალიან გადამწყვეტი თამაში არის და იქიდანაც გამოსულები კიდევ ხელმეორედ მივიღეთ შოკი და კულტურული, იმიტომ რომ საოცარი ატმოსფერო იყო.
ბოკას სტადიონზეც. იცი რა მინდა ვთქვა, ბაპატერო გაგაწყვეტიე. და მე აუცილებლად უკანვე დაგიბრუნებს სიტყვას ამასობაში ეს გოლიც ნახეთ რომელთაც მოიგო ინდეპენდენტემ ეს თამაში. განსხვავებული კონცეფცია აქვს არგენტინასა და ბრაზილიაში, აი მიდგომა არის აბსოლუტურად განსხვავებული. და ესეც განაპირობებს ალბათ აი ამ ხალხის ესეთ რაოდენობას სტადიონზე. ანუ არგენტინაში როგორც ჩვენ აგვიხსნეს ამ ტურნეს დროს შეიცვალა მიდგომა ფეხბურთის მიმართ. ანუ თქვენს დაცნეთ თქვენს რომ იმის გამო რომ კლუბები ვეღარ ახერხებდნენ, უბრალოდ გულშემატკივრები აღარ მოდიოდნენ ოჯახებთან ერთად სტადიონზე. გადაწყდა, შეთანხმდა ყველა კლუბი რომ აღარ იქნება სტუმრის არც ერთი გულშემატკივარი დაშვებული მოედანზე. შესაბამისად მოდის აღარ უშვებენ. ჩხუბი რო არ მოხდეს. ამიტომ აი რაც პირველი თვალში გვხვდება ეს არის ფეხზიმე ქალები, ბავშვები, იმითი რა ქვია, რომელიც მამას ხელში ესა მოედნის ირგვლივ. ეხლა აქ არ ჩანს კარგად, იქ არის აი იმ ტრიბუნიდან საიდანაც იღებენ ჩაღრმავება აქვევით და ბავშვები თამაშობენ, გოგოები, ბიჭები, მას რა ქვია. როგორც გოტოვე, რო აიღოს რამე 20 კაციანმა ჯგუფმა ბილეთი და მოვიდეს. არა, ესე შეიძლება ვიღაცა შემოიპაროს იქ სტადიონში. ორგანიზებულად სექტორს არ აძლევენ. მაგრამ ანუ იმას რა ქვია, ხო, ორგანიზებულად რომ მოდი დაჯექი აქ როგორც ხდება ხოლმე, აქ ჩვენ მოდი გადავიდეთ ბოკას თამაშზეც ბარემ, იმიტომ რომ აქ მეტი გოლი აღარ გასულა ამ შეხვედრაში და ეს რა ქვია. ანუ ამის გამო გესმის არის სრულიად ესეთი ოჯახური ატმოსფერო და მე რასაც მეუნებოდი კიდე ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, იმიტომ რომ ბოკასთან შეხვედრაზე როგორ მოხდა იცით, სალსალკე ვიჯექით რა და იცოდნენ რა რომ ვიღაცა ყოველ თამაშზე დადის ბავშვთან ერთად, პატარა ბავშვი. ანუ საჩუქრები მოქონდათ იმ ბავშვისთვის, რომ იცის რომ ის მოვა, აუცილებლად იქნება აქ და ამიტომ მოაქვთ საჩუქრები რომ ის ბავშვი იყოს კმაყოფილი. ხო, რომ კმაყოფილი იყოს. და ნუ რაღაცა ფანტასტიკა ხდება სტადიონზე, იცი? და გუნდ ამას მოაგებიეს, ხო? ბოკას მოაგებიეს აშკარად ემათ რა ქვია, კომანდები. აბონემენტები და ეგ არ გამიკვირდა, ხა საჩუქრები რა თქმა უნდა გამიხარდა ბავშვებისთვის ესეთი დაფასება, მაგრამ მეც მქონდა, მე რა მქონდა, ხა პატარა ვიყავი და მამაჩემი მოიტანდა აბონემენტზე დინამოს ყველა თამაში ერთი და იგივე ადგილას. რომ ვიჩექით, სეზონის ბოლოს ლამის ნათესავები იყავი უკვე შენ სექტორში ვინც იჯდა ყველას იცნობდი. ხო და იქ მე რაღაც დაძმაკაცებები და ერთად კეიფები სხვა დროს და კი, ზუსტად ერთობები ყალიბდებოდა. ხო და აი ეს აქვთ ახლა შენარჩუნებული ამათ და ის ინდეპენდენტეს კიდე ერთი რამე უნდა თქვა აუცილებლად რომ სტადიონი, აი ეს ვერ იტანენ რასინგს. სტადიონი არის რასინგის 300 მეტრში იმიდან რა ქვია. ანუ ეს ორი სტადიონი არის ლამის მიდგმული ერთმანეთზე. გვერდიდან. ეს დროს მე არ მინახია. ხო და იქ ინდეპენდენტესთან კაცი მოიყვანეს. მოაგორეს იმითი ეტლით 100 წლის ბაბუა შვილიშვილებმა და შვილმა და მე ესენი ხო ხელს იქნებენ სულ იმას რა ქვია. ხო ესე ხო იმითი და ხელს უწევდნენ ბაბუას და ხან ერთ შვილიშვილი აკნევებდა ხელს და ხან მეორე. ანუ აბსოლუტურად რაღაცა ესეთი განსხვავებული ეს არის რა ქვია. გაუბრუნეს სიტყვა და მე ბრაზილიაზე. ხო, ბოკას თამაში ახსენე რომ იდეაში მაყურებელმა მოაგებინა თამაში, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ცოტა მდორედ მიდიოდა თვითონ თამაში და მეორე ტაიმის რაღაც მე-10 წუთზე რომ იხულა სტადიონმა, ანუ იქამდეც არ დააკლეს არაფერი, ანუ ეხლა მე თავისთავად მარაკანაზეც დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა მარაკანა, მაგრამ განსხვავება რა არის, ხო? თქვათ მარაკანას ჩვეულებრივად სრულყოფილად ორივე გუნდის გულშემატკივარია და იქ გამაღიზიანებელი ფაქტორი არსებობს, რომ შენ უნდა გადაფარო მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები, ხო? მათი ხმა. აქ ესენი აწესებენ იმ თამასას, ანუ თვითონ, ხო? ანუ თავის თავს 10%-იცაც რო ეგულშემატკივრად იმ თამაშზე მე
ჩავთვლიდით, რომ ეს ძალიან მაგარი გულშემატკივრობაა, მაგრამ ანუ აბსოლუტურად არ გაჩერებულა არც ერთი წამი და ეს არა მარტო თამაში, თამაშამდე საათნახევრით ადრე შევედით და უკვე დაწყებული ქონდათ გახურება და მთელი თამაშის მანძილზე იყო საოცარი ატმოსფერო და აი ამ სადღაც მეორე ტაიმის სადღაც მე-10 წუთიდან კიდევ უფრო რაღაც დამატებითი ის იმასქნეს, რა ქვია, ჩააჭირეს ასე რომ ზანზარი იგძენით ზანზარებს. ზანზარი ჩანდა, ანუ ჩვენ სხვაგან ვიჯექ, მაგრამ ჩანდა როგორ ზანზარებდა და რაც თავარია ყველაზე საინტერესო არის რომ მოწინააღმდეგე გუნდი სწორედ იქ არის და ანუ იდეაში ყველა გუნდი გამოდის ერთი კორიდორიდან, ხო კორიდორიდან გამოსასვლელი და აქ ბოკა გამოდის თავისიდან, ცოტა სადაც სიწყნარია და მოწინააღმდეგე გუნდი გამოდის იმ ჯოჯოხით და წარმოიდგინე სამ თამაშამდე გადის თავზე გენგრევა და კარგ არაფერს არ მღერია შენზე და შესვენების დროსაც არაკლებენ თავისთავად საოცარი ატმოსფერო რა საოცარი. მე აბსოლუტურად მესმის ეხლა რასაც თქვენ ყვებით, იმიტომ რომ სულ მახსენდება ჩემი ეს ბავშვობა სკოლის პერიოდი, როცა დინამოს თამაშებზე თამაში არ ვაცდენდი და როგორ იყო ეხლა? აი რაც ეხლა აქ ითქვა, რომ არ იყო მნიშვნელოვანი თამაში. ჩემთვის ეხლა სიმართლე გითხრა, ეხლა იმდენს კი ხვდებოდი, რომ კიევის დინამო ქაირაძე ძლიერი გუნდი იყო და შეიძლება ვთქვათ, იქ ბრინჯაოს მედლის ბედი წყებოდა და აქ არ წყებოდა, მაგრამ მერწმუნე თამაშში რომ მივდიოდი, ამის რაღაც ანგარიში ჩემს გონებაში არ ხდებოდა, რომ აი დღეს ეხლა ვეთამაშებით კაირაც, ალბათ უფრო დიდი შანსი გვაქვს, ვიდრე მერე 3 ტურის მერე კიევს და აქაც ეხლა ქულები რომ დავკარგოთ, შეიძლება რამეს არ დაეტყოს. არ მაინტერესებდა ეს ყოფილი, რომ მივიდოდი იქ ჯერ აი რაც 3 საათნახევრით ადრე როგორ ბურთებს რო გადმოყრიდნენ გასახთელიდან დინამოს ფონზე ლეგენდარული ვაჟა აზარაშვილის სიმღერას ის თუ არ იმას თუ არ უნახავდი ითვლებოდა რომ იმ დღეს სტადიონზე თითქმის არ ყოფილვარ ეგ უნდა გვენახა და მე იქ შენგელია რამდენჯერ გაიტანა იმანა და ვითვლიდით რაღაცებს იმაზე გახურებაზე ხო აბა როგორ ესე იყო და ეს რიტუალი სული იყო და ამიტომ ეხლა რომ ყვება ამ ამბებს ხო ჩვენი სტუმარი მე ზუსტად ახალგაზრდები ვინც ახლა ამას უსმენენ იმათვის არის შეიძლება შოკის მომგვრელი და ჩვენთვის შეიძლება მაგ მასშტაბებით არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გამოვლილი გვაქვს კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრის უფლებასაც გულშემატკივრებს არ მოგცემდნენ იქ სტუმრისთვისაც იყო მიღებული ტაში უნდა დაგეკრა იქით რაღაც ტრიბუნებზეც ბევრი არ გეხტუნავა და ავტობუსის სალაროდან მოპარული ბილეთების რულონიც ჩუმად უნდა გადაგეგდო, თორე შეიძლება ყურით გამოეთრიეთ იქიდან. აი ეს ირაკლი, შენ მე ერთს არგენტინას დავამატებდი. თვითონ აი ეს გულშემატკივრები, ფაქტია რომ კიდევ ეკონომიკურად ეს ქვეყნები არც ბრაზილია და არც არგენტინა იმდენად ძლიერი არ არის, რომ ფინანსურად თამაშის ბილეთს ვიძვირიღი საკმაოდ დაახლოებით 100 ლარამდე გამოდის ერთი ბილეთი თითქმის ორივე ქვეყანაში დაახლოებით ეგრე და საკმაოდ დიდია კი და ამის გამო ჩემი ვარაუდით ყველა არიან გადასულები აბონემენტზე ძირითადად და ამიტომაც მთელი სტადიონი ერთმანეთს იცნობს როგორც მინიმუმ გვერდის დომები და ატმოსფეროა ისეთი მეგობრული რომ ბავშვები რომ მოხავთ ერთმანეთის ბავშვებს ერთმანეთს ართობენ თვითონვე ზოგადად და პლუს ამას კიდევ ერთია რომ ალბათ მაინც ტემპერამენტიანი ხალხი რომ არის ყველა სტადიონს აქვს შემოღობილი რაღაც მავთულ ხლართები ვითლათ არა მაგრამ სეტკები და ეგეთები აქვს ყველა შემოღობილი და ამას იყენებენ პატარა ბავშვების კენგურუთ ჩამოსაკიდებლად. ხო, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად აი მამას მოჰყავს ბავშვი და თუ თქვათ მეუღლე არ ახლავს და თვითონ მოჰყავს და გოლის დროს უნდა რომ იყვიროს და ახტეს და ამას ვერ ახერხებს ბავშვს უნდა რომ იქ იყოს. ბავშვიც იქ არის და ბავშვს კიდებენ ბოძებზე კენგურუები და ბავშვი ცალკე ყვირის, მშობელი ცალკე ყვირის და ეგეთი ატმოსფერო არის. ბავშვი ყვირის ჩამოხსენდა. ბავშვი ყვირის ჩამოხსენდა. ეგეთი სხვათაშორს არ ქონდა ასად ნანახი ახლა ხო ალბათ ის თამაშები უცხოეთში რო ვესწრებით ხოლმე ხა საქართველოში ამითი არც ვარ განებივრებული მაგრამ ის ბარსელონას თამაში იქნება თუ მანჩესტერის თუ ვიღაცის ყველა არის უფრო ტურისტული მატჩებივით არის სადაც ტურისტი ნახევარზე მეტია სტადიონზე და აქ ეგეთი არ არის ტურისტიც იყო აქაც რა თქმა უნდა მაგრამ კი მაგრამ ძირითადი გარემო ეგეთი იყო და აი დათორაც ახსენა ბავშვები რომ თამაშობდნენ წინ აი სარბენი ბილიკები არ ქონდა მაგრამ სივრცე ქონდა რაღაც პატარა
ეს ბავშვები თამაშის დროსაც თამაშობდნენ, თამაშს სულ არ უყურებდნენ, უბრალოდ თამაშობდნენ ერთმანეთში ფეხბურთს. და შესვენებაზეც და ხალხი როდესაც მიდის და მოდიოდა ფეხებში ედებოდნენ ეს ბავშვები ხან ოპერატორს გაარტყამდნენ ბურთს თავში ხან რაღაც მაგრამ მე არ დავინახავს რომ მინ თამაშზე შეუვარდა ბურთი მაგრამ არ დაფიქსირებულა არც ერთ ფაქტი რომ ბავშვისთვის ვინმე შენიშვნა მიეცა საერთოდ მსგავსი რამე არ ყოფილა ანუ ეს იმდენად ახალისებულია ეთყობა და უნდათ რომ ამეთი ოჯახები მოიზიდონ რომ ბავშვებს აქვს სრული თავისუფლება ითამაშონ რაც უნდათ ისაკეთონ ერთი კაც კი ნაღამ წაიქცა ბურთი ფეხებს შეუვარდა როცა მოდიოდა მაგრამ გაიცინა და ბურთს ფეხი მიკრა გადააგდო და ესეთი გარემო ალბათ იქ და რაც სხვათაშორის ბრაზილიაში ეს არ ჩანდა ბავშვობაში რო იყო ბურთს დაგიჭრი და რაღაცა არანაირი იცი რა აქ დაცვაც იქ იყო და დაცვაც ხმას არ იღებს თამაშობს ვართან ერთად კი თქვენს რომ ეხლა ბავშვისთვისო ხო გვახლდან ეს გიდები ბავშვისთვისო ძალიან რთულია 90 წუთი უყუროს ეხლა ამ თამაშს ვიღაც რაღაცა მithumetes რომელსაც დიდი მნიშვნელობა სატურნირო უთხრეთ და იმას სატურნირო არის ის და თან რაღაც ეხლა მაგრამ აქ იყოს ურჩევნელი თავისი თანატოლებთან ითამაშოს მაგრამ ამ ატმოსფეროში მოიხარშოს რომ იმან მე იცის ყოველ კვირას თამაში ხო კი იქ არის გესმის და იქ არის და ანუ ამ გარემოში იზრდება და ამ გარემოში ყალიბდა. იქ ახლა რთულია შენ კი აღნიშნე რომ ბრაზილიაში ეგეთი რამე არ არის. იქ რთულია ხა იმიტომ მეორე ეს არის რა ქვია გუნდია კიდე და იმ ბავშვის მოყვანა კი არა შენ თვითონ რომ მიდიხარ სტადიონზე ის არის შეიძლება არის. ფლამენგო ფლუმინენსე ჩავშოთ რა არის. და ხოლმე ამ რკინის ღობეზე რომ მიძვრებიან ეს გოლის მერიან თამაშისილობისა და თურმე ბავშვობიდან კენგურუთი ჩამოკიდებული რო არიან უნდათ მე ბავშვობაში დაბრუნება. ორივე ქვეყანაში ერთი და იგივე იყო კიდე გულშემატკივრების მხრიდან ორგანიზებული გულშემატკივრობა თამაშის დროს. ეხლა ჩვენ რასაც ჩვენი გულშემატკივრებს აქ უყურებთ რაღაც დონეზე ორგანიზებულს ფანკლუბს ეს როგორც ადამიანი რა თქმა უნდა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან და რითი პირველ რიგში ალბათ სიმღერების დაწერილი აქვს ალბათ 10-ობით სიმღერა რასაც მთელი თამაშის განმავლობაში მთელი სტადიონი ერთად ღერის. ანუ რამე პოპულარულ მელოდიაზე სიტყვები აქვს ჩანაცვლებული თუ ეგეც არის ძირითადად მელოდიები ერთმანეთს გავდა, მაგრამ ჩანაცვლებული სიტყვებით არის და ზოგი მიძღვნილი არის მოწინააღმდეგე გუნდზე, ზოგი ლიბერტადორის თასზე, ზოგი რაზე და ხა ჩვენ ახლა ყველაფერს ვერ გვებულობდით რას ხვალ რასაც ხვეროდენ, თუმცა ერთი რაც არის აღსანიშნავი რომ მთელი სტადიონი ერთხმაში ისე მჭექარედ ღეროდა რომ თუ ამაში ნავარჯიშები არ არის ხალხი ამას ვერ იზამს და ნავარჯიშები ხა ერთად ამგონია რომ 70000 კაცი ერთად იკრიბებოდეს რეპეტიციებზე მაგრამ ამას იმდენად ხშირად აკეთებენ და ხალხი იმდენად ხშირად არის სტადიონებზე რომ ეს ბუნებრივად ხდება უკვე და აი ჩვენთან ჰიმნის სიმღერის დროსაც კი ერთი ტრიბუნა აგვიანებს მეორე ადრე იწყებს და ჯამში გაწერილი ხმა არის ხო და იქ ეგრე არ იყო აი და სიმღერა შეგვიძლია კი აი ერთიანი აი ჭექარე ხმით და ეგეთი სხვათაშორის ბრაზილიაშიც იყო ბრაზილიაში ცოტა სხვანაირი განსხვავებული სიტუაცია იყო მაგრამ ამ გულშემატკივრობის მხრივ იქაც იგივე იყო არ ჩერდებოდა სტადიონი მთელი მეორე თამაშიც კი რომელიც იყო ბოტაფოგო გრემიო რომელიც ალბათ არაფრის მომცემი არ იყო და გრემისთვის ბოტაფოგო მე ცოტა გამიკვირდა სტადიონზე ხალხის ნაკლებობა რაოდენობა იმიტომ რომ ბოტაფოგოსთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო შევიდოდა თუ არა ის მაშინ რა ქვია უბრალოდ შეინარჩუნებოდა თუ არა ლიბერტადორესის ზონაში ადგილზე თან შარშანდელი ჩემპიონია და შარშანდელი მფლობელი ლიბერტადორის და ეს ერთი მხრივ იყო ის რომ ცოტა გულ აცრუებული არიან შარშანდელი ესეთი წარმატებული სეზონის მერეო მაგრამ ეხა რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ არ მაინც არ უნდა ყოფილიყო ესე იმიტომ რომ მან იმის მიხედვით არ კომაგობენ ეხა კარგად ის ინდეპენდენტა საერთოდ ვერ გავიდა იმაში 8 გუნდში და იყო გადაჭედილი მომოკლავი კაცი მოიყვანეს იმეთი რა ქვია საკაცი კონცერტის დაებით ხო და ეგეც იყო გადაწყვეტილი ხო დუალიპა იყო ორივეგან აბა მაშინ მე ვნახე სხვათაშორის ტრიბუნაზე რომ შემოდის სტადიონი ინგრევა ამ თამაშზე იყო კი აქ იყო ხო და აი აქ ამბობდი შენ რომ დაუბრუნდე ნელა შენზე გადმოვიდეთ ესა რა ქვია შენ რო თქვი რომ რაღაც მიდოდა მეკითხა სტუმრებისთვის აი შტაბის სტილებებთან კიდევ ერთი ეს გულშემატკივრობა ფანტასტიკური გარემო ფეხბურთი ზეიმი გავიგე მაგრამ
თვითონ სტადიონები, ინფრასტრუქტურა და აი ვთქვათ იქ მე ხა ევროპულ სტადიონებში რომ დავდივარ ძალიან მომწონს რომ ადრე მიდიხარ იქ კვების ობიექტებია შედიხარ კომფორტულად ანუ რიგები და არაფერი არის საპირფარეშოები უხვადარი ყველაფერი კარგად და აქ როგორ არის იმიტომ რომ საინტერესო ესეთი ემოციური ხალხი ტემპერამენტიანი და აქვს კი ამის საშუალება რომ აი ადრე მივიდნენ ან გვიან დარჩენ კიდე იქ ჰოთ-დოგი რაღაცა რა ვიცი შეჭამონ ანუ როგორც გითხარი ხა ბოკას თამაშზე ჩვენ ვიყავით ანუ მოგვიწია რა 7-8 საათით ადრე მისვა და სტადიონის მიდამოებში რა იქ უკვე ეს ყველაფერი დაწყებული იყო ანუ კვების ობიექტები სიმღერა თვითონ უშუალოდ სტადიონი არ არის ისეთი მაღალი დონის როგორც ევროპული სტადიონები, თქვა, იმიტომ რომ თუნდაც ბრაზილიურიც. ხო, ძველი სტადიონია შედარებით ეხლა თქვა განახლებულ მარაკანას ვერ შევადრით, მარაკანაზე ეს ყველაფერი იყო და გაცილებით როგორც არქიტექტურული შენობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის სტადიონები რომელიც ჩვენ ვიყავით არგენტინაში, მაგრამ როგორც აი ეს ემოციები მაინც უფრო ჩემ არგენტინები რაღაცები ყველაფერი გარშემო თელი უბანია მაგის ანუ არა მარტო სტადიონი თელი უბანი ცხოვრობს ამით და საერთოდ იქ მიხვდები რომ მიხვდები არა უფრო რწმუნდები რომ ფეხბურთი არ არის მარტო სპორტი და ეს არის სოციალური მოვლენა ის სინერგია რაც აქვს გუნდს და გულშემატკივარს აბსოლუტურად სხვა დონეზეა და რომ არა ვთქვათ ბოკა და ბომბონერა იმ უბანში აბსოლუტურად სხვანაირი სიტუაცია იქნებოდა იმიტომ რომ 80% მინიმუმ ალბათ დასაქმებული არის ან კვების ობიექტია გახსნილი ან ამ სუვენირების ყიდის ხო ანუ ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული უშუალოდ იმიტომ რომ არ არის თლათ ესეთი უბანი რა ქვია დიდარი ხო ხო ასე გიგია არ თლათ დიდარი კი არა პირიქით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი უბანიც არის და თვითონ სტადიონის ინფრასტრუქტურა არ იძლევა მაგის საშუალებას რომ ყველაფერი ადგილზე იყოს იმიტომ რომ გავითვალისწინოთ ეს არის რაღაც სექტორულად ბლოკებად დაყოფილი უბანი არის სადაც აი წარმოიდგინეთ დინამო სტადიონიდან ტერიტორია რო ავიღოთ ქუთაისის და ვახუშტის ხიდიდან რო ჩამოვდივართ აი ის უბანი რაც არის ზუსტად ისეთი უბანია ბოკას ირგვლივ და გზაჯვარედინებიანი რაღაც კვარტლები არის პატარა დაბალსართულიანი სახლები კი ზუსტად 1-2 სართულიანი სახლებია სულ ძალიან გავსვათაშორის აი რო გადავღებოთ ჩვენ სფერებში შეიძლება იგივე მივიღოთ რაც ბოკა არის თავისი უბნით სტადიონი დინამოსი ჯობია სხვათა შორის ბოკას სტადიონი ეფექტური იყო იმიტომ რომ მაღალია საკმაოდ და ვერტიკალური განლაგების არის კი ძალიან კი ეგეთია და მაგრამ იმის გამო რომ ჩასმულია კვარტლებში ფიზიკურად სტადიონს ადგილი არა განვითარების რომ უფრო გაშლილი იყოს მაგიტომაც არის ვერტიკალური და ციცაბო ეგეთი ვერტიკალური და ბრუნვადი ხო ბრუნვადი ერთხელ ტრიბუნა საერთოდ არ არის და მთლიანად ლოჟებია მათ გაკეთებული და ლოჟებიც იმიტოა გაკეთებული რომ გზა გადის ქუჩა გადის და ფიზიკურად ადგილი არ არის და ისიც ისია გაშენებული პატარა ნაწილი რომ ქუჩაზე გადმოდის საერთოდ ანუ გვირაბებით არის ქვემოთ გასასვლელი და არ იძლევა მაგის საშუალებას და ამიტომ ჩვენ მაგის ფუფუნებაც არ ქონდა იქ თამაშზე არ არის ბევრი კვების ობიექტები თვითონ თამაშის ტრიბუნებთან იქვე მაგრამ ძალიან გავრცელებულია თამაშის სრულობის დროს ჩამოტარება მსგავსი პროდუქციების ვთქვათ ეს არის რა ჩიპსები კოკა-კოლა წყალი ლუდი და ასე შემდეგ და სხვათა შორის წეგანაც აღნიშნავ რომ ვიწრო არის ეს სტადიონები და მაღალი და სკამებს შორის გასასვლელები იმდენად პატარა არის რომ ადამიანი ძალიან ძნელად ეტევა და ჩვეულებრივი მოვლენაა მან რაც გამიკვირდა რომ სტადიონს სკამებზე დადიან პირდაპირ აი თუ შევთხოვით ფეხზე დადეგი გულშემატკივრობის დროს შეიძლება ვეღარ დაждდეს სკამზე იმიტომ რომ ვიღაცამ სველი ფეხით გადაიარო სკამზე პირდაპირ და ქონდა ეგეთი რომ ვერ ვждებოდით მე ეგეთიც ხდება და ძირთად ეგეთი ხალხი დადის ვინც ვაჭრობს და დააქვთ ეს ჩიპსი, ლუდი, კოკა-კოლები დააქვთ ეს ხელში აწეული არ ვიცი როგორ ახერხებენ. ჯერ არ აქვთ ეგეთები. ეგენი ყველაფერი აქვთ. იქ უბრალოდ ეს ყველაფერი არის უფრო თამაშის გარე ატმოსფეროს გვერდზე ქუჩებზე არის და ეგ ყველაზე უკეთეს ატმოსფეროს ქმნის, იმიტომ რომ სტადიონი მაინც ჩაკეტილი სივრცეა და რამოდენიმე ქუჩა, კვარტალი არის მთლიანად გადავსებული ამ ხალხით. წარმოიდგინეთ ახლა დაახლოებით 40,000 კაცი რომ რამოდენიმე ქუჩაზე უნდა განაწილდეს თან 3-4 საათით ადრე და იქ ადგილობრივი კვების ობიექტები
იქვე მუშაობს, მოკლედ ატმოსფერო არის რაღაც ფანტასტიკური. რაც ბრაზილიაში ისეთი ვერ იყო. კი, იქაც არის მსგავსი მსვლელობები, როდესაც თამაშამდე რამოდენიმე საათ ადრე ხალხი იკრიბება ირგვლივ სტადიონთან ახლოს მდებარე კაფე-ბარებში. ეგეთებიც ხდება, მაგრამ არა ისეთი როგორც ბოკაზე, სხვა ეგეთი ჩვენ არ გვინახავს რა. ბრაზილიას უკეთესი ქონდა სტადიონები, სხვათა შორის ორივე რაც ჩვენ ნახეთ, მარაკანაზე აღვლაპარაკობთ, ახლა თავისთავად ეგ ერთ-ერთი უნიკალური სტადიონი იყო და ეხლაც არის და ბოტაფოგოს სტადიონიც სხვათა შორის თანამედროვე და კარგი ძალიან თანამედროვე სტადიონი იყო, რომელიც თან სოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენეს ერთ-ერთ მატჩად, სტადიონად და პლუს კიდევ რიოში 2016-ში რო ჩატარდა ოლიმპიადა, ორივე სტადიონი ჩართული იყო. ფეხბურთზე ქონდათ აღებული მარაკანა სტადიონი და ბოტაფოგოს სტადიონი ოლიმპიური სტადიონია და მაგას იყენებდნენ ოლიმპიურ სახეობებისთვის და ამიტომაც მაგის გამო გაკეთებული არის და სხვათა შორის აი დათოსაც ვეუბნებოდი, რაც თვალში საცემი იყო სტადიონი არის გაკეთებული გადაწყობადი სტადიონი არის დაახლოებით 45,000 კაცი ეტევა სტადიონზე ფიქსირებულად, მაგრამ 60,000-მდე ახავთ მაყურებელი, იმიტომ რომ კარების უკანა ტრიბუნები არის დაბალი და გაკეთებულია ისე რომ სიღრმეზე ქვედა იარუსი რომ თავდება დაახლოებით 20 მეტრიანი ესეთი ბრტყელი გადახურვა აქვს, სადაც ხდება დამატებითი ტრიბუნების ჩამონტაჟება კიდევ თამაშების დროს საჭიროების შემთხვევაში კი. ამას ახლა არ იყო ახლა ჩვენ დროს გაკეთებული და ალბათ რაღაც ძალიან გადამწყვეტი თამაშები რო არის, მაშინ აკეთებენ კიდეც და აი ესენი იყო ახლა თვითონ ბრაზილიაზე და ხა ქომაგობა რომ ალბათ გინდა არგენტინიდან, გინდა ბრაზილიდან უნდა ვისწავლოთ ჩვენ ეს ფაქტია და ვამბობდით კიდეც რომ ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა მაგის საშუალება რომ იყოს რომ საქართველოსდან ან კლუბის ხელმძღვანელებიც მათ შორის რო ჩავიყვანოთ და ვაჩვენოთ როგორ ხდება გულშემატკივრის და კლუბის თანაცხოვრება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პლუს გულშემატკივრებმაც რო ნახონ როგორ ხდება თამაშის მსვლელობის დროს გულშემატკივრობა. მე არ გულისხმობ გუნდის სიყვარულს, გუნდი ყველას გვიყვარს, ჩვენ და გულშემატკივრობთ, მაგრამ იქ რა უნდა გავაკეთოთ, აი ეგ არის ერთ-ერთი გადამწყვეტი და ყველას აქვს ესეთი ფრაზა გულშემატკივრებს ყველა ამბობს რომ აი ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ ეს დავაყენეთ ეს მოთამაშე, ანუ თითოეული გულშემატკივარი თავის თავს აიგივებს კლუბთან, როგორც კლუბის ერთ-ერთი წევრი. რეალურადაც წევრები არიან, იმიტომ რომ რეალურად არიან აქციონერები და ყველა ეს გულის საწევრებსაც იხდიან და პლუს აქციონერებიც არიან და ყველა ეს სახალხო კლუბებია ძირითადად და ამიტომაც არის ესეთი განწყობები მან რა და მართლა მისასალმებელია. ეს ყველაფერი უნდა შევისწავლოთ და უნდა ვიცოდეთ და ხანდახან რომ გონია რომ რაღაცაში ყველაზე მაგრები ვართ სინამდვილეში ბევრი რამე გვაქვს სასწაული და რომც იყო ყველაზე მაგარი კიდე მეც თუ ისწავლი ამას რა ჯობია აი მაგალითად ჩვენ გვეგონა რომ მაგრები ვიყავით საჯების საკითხების გარჩევაში და ჯიხს ვირტყავდით გულზე და მოვიდა ლაშა და აღმოჩნდა რომ ჩვენზე მეტი სოდნია. ხო და ეხლა ბევრს სწავლობთ ლაბირინთებში შეგახედეთ. კი ბატონო. კი, ნამდვილად ეხლა გადავედით შენ ამბებზე. კარგით, რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი შევარჩიეთ. დავიწყოთ ერედივიზიონში იყო ესეთი მატჩი ფეინორდი ნაიმეგენი. შენ უკვე აღარ გამოგრჩება ხო, ცოტა უცნაური ამბავი ის რომ ფეინორდი აგებს ყველაფერს და იმიტომ სლოტი აქეთ მომყავს მე პირადად აიაქსში მას არ ვიცი მეეჭვება. არა, აიაქსში გადავიდეს როტერდამში ვერჩევა თელი ცხოვრება. ნუ ეს გოლი არ ჩაითვალა. ხო. ნაიმეგენის და აქ არის კითხვა აი ზემოქმედება რამდენად იყო და რა ნიუანსებს აქვს ხოლმე მნიშვნელობა, როცა არის თამაშგარეში ფეხბურთელი. ლინსენი გამოჩნდა ახლო კადრით. ის იყო თამაშგარეში. პასი მასთან არ მივიდა, შემდეგ ხდება დარტყმა. მე კარგიდან მიდის, მაგრამ არ ეხება. მე პროპერს გარ. ანუ ეს გოლი ჩაითვალა? არა, გაუხდა და ანუ კითხვა არის რომ აი რატომ დაუშვა. გაატარა იმპროპერმა ბურთი მონაწილეობას ხებულობს, ეხლა ბურთის გატარება თამაშია. იცი რა, უფრო აი ეგ არის ზუსტად, იმიტომ ავიღეთ ეს ეპიზოდი რომ მარტო გატარება იყო აქ. აქ არის თამაშგარეში ამ მომენტში? არა, ვითომ აი ახლა თამაშგარეშია. აი ახლა არის თამაშგარეში. ხო, არის მე აი ვითომ აშკარად აბლევს მაგ დათომ აღნიშნა სწორად რომ აი ცრუ მოძრაობა რო არ გაეკეთებინა.
აი უბრალოდ გატარება ხო ახსენე პირველად ხო ახსენე რომ უბრალოდ რომ პასიო ეჩვენებინა საჯისთვის რომ პასიური მე ვიცი რა ვიგულისხმე ზოგჯერ ისეთი გატარება არის რომ გატარება რაც ფეხი რომ მიარტყა იმაზე უკეთესი პინტი გამოდის პასივით გამოდის ხო ნუ ეს თამაშგარია ჩემთვის მცირე ნიუანსია არა მეც თამაშგარს ვეხრო მაგრამ უბრალოდ კითხვები არის ხოლმე გულშემატკივრისგან რომ აი არის არ შეხებია და რატომ დავუშვათ ისა ხო უსამართლობა ხომ არ არის და აი მცრუ მოძრაობას ვითომ კარში რო ურტყავს ზემოქმედება ქონდა მცველზეც და მეკარე ფაბრიციო რავანელის შემოტანილია ჩემთვის შეიძლება მანამდე ვინმეს გაუკეთებია ფინტი ქონდა ზურგით ცელთა რო იდგა ბურთი რო მოდიოდა ფეხებში იტარებდა და მე შემოურბენდა და არ ეხებოდა მაგრამ ისეთ ფინტს აკეთებდა რომ იმ ცელს ტოვებდა იქ სამუდამოდ ხა არ იყო ზეგავლენა თამაშგარაში ყოფს რომ ეს გაეკეთებინა შეიძლება და ხო და აქ ლინსენს რო უბრალოდ პასიურობა გამოეჩინა და არა ეს ფინტები არა ეს სუფთა ეს გოლი ჩაითვლებოდა აიაქსი ბენფიკა ვარის პრობლემა გამოჩნდა კლავ ჩემპიონთა ლიგაზე აქ არის მომენტი როდესაც უტევს ბენფიკა ამ ეპიზოდში არ ფიქსირდება თამაშგარე მერე არის კუთხური და ამ კუთხურიდან მერე გადის გოლი ნუ აი რა უნდა უშუალოდ ესეთ მომენტს ხო ანუ ეხლა ხედავთ ეს თამაშგარე ვერ დაინახავ საჯმად თამაშგარე არის აშკარა ეხლა ხედავთ აქ ვარს ჩუმად შეიძლება ეთქო რომ კუთხური არ დანიშნო ხო და აი მაგას ვამბობ რომ ჩუმად კანახის გამო მე მე სხვა რაღაცებს გააფუჭებენ გადაცემაში რომ გერმანელების მსაჯების ანუ შემუშავებული ქონდათ ეს ცინკებს რო ეძახით ეს ჯოკერის დროს რო იყო და რაღაცები ჩე და კარნახველებს ეს საუბრები, ჩანაწერები რჩება, ანუ რამ დროც რო გავიდეს, UEFA-ს კომისიამ რომ მოითხოვოს, რომ საჯემა რა ისაუბრეს ამ მომენტში, ანუ ეს ჩანაწერი არსებობს, ამას ვერ დამალავენ და კანახის უფრება ესე ჩუმად არ აქვს. არა და გერმანელები და ხო, ნუ და გამოიჭირეს 1-2 და არის პრეცედენტი, რომ დასაჯეს ამის გამო, რაღაცების გამო, მაგრამ ეხლა ჩვენ გულშემატკივრავს რა უფრო გვაინტერესებს ხომ საჯები დაისჯებიან თუ სამართლიანობა ხო? არა საჯების დარჯა არავის არ ეწყინება გულშემატკივრებში. არა ხო მაგაზე არის რო არ დაისაჯონ, ამიტომ რაღაცა ისინი შექმნან რაღაცეები აქ ისეთი რომ მე შედეგზე ისახება, ეს არის ცუდი თორემ ეხლა რა უნდა ამის კანახ შენი თქმის არ იყოს ეხლა ჩართულია ყველას ერთი კომუნიკაცია აქვს ვარის ოთახში ვინც არის კუთხური თამაშგარეა რა ხო არა თამაშგარე იყო კუთხურამდე არ გაუმართლთ ის რომ ამ პირდაპირ გოლი რო გასულიყო ამ შემთხვევაში გადახედავდა ვარი და თამაშგარე დაფიქსირდებოდა გოლი არ ჩაითვლებოდა მაგრამ რადგანაც ჯერ კუთხური მოხდა და მერე გოლი გავიდა ამიტომ გამორჩათ ეს შეცდომა და ისე მაგასაც პირდებიან რომ კუთხური სოფლიო ჩემპიონატზე უკვე კუთხურებსაც გადავხედავთო და ნახოთ მეორე ყვითელს და კუთხურს ადრე რო იყო ბოდიში მაშა 2 წუთის წინაც რო ახვევდნენ ხო გახსოვს და თელ ტაიმს ახვევდნენ ხო და მაშინ რა იყო იცი სისულელე რა იყო იცი რომ აქ ჯარიმას რო არ მოგცემდნენ ხო მე შენ იმ შეტევას 2 წუთი ყვილად უტევდი რა გაიტანდი 2 წუთის განმავლობაში გოლს და გადმოგიხვევდნენ და არ ჩაგითვლიდნენ და რა უნდა გიქნა ჯობდა ბურთი მიგეცა რაღაცა რომ ის შეტევა ას კარგავდა ხო დროშიც გართმევდა ის დროს იმ 2 წუთს ხო არ დაგიბრუნებდნენ უკან და ყვილად უტევდი რაღაც პერიოდი იმიტომ რომ იმ საჯმა რაღაცა ჯარიმა გაგიტარა ხო ეხლა მე მაგის შემდეგ მივხვდი რომ ეს რაღაც ალოგიკური იყო და დაყვეს შეტევის ფაზებად ანუ შეტევა საიდან დაიწყო იმის შეამცირეს და ანუ რაღაც მოდელა იხვეწება ხო რა ვიცი ჩელსი ბარსელონა რა დააშალა იმიტომ რომ ანუ მეორე ყვითელის გადახედვას აპირებენ რომ შეიძლება პირველი ყვითელი იყოს მიცემული ისე რომ ანუ მეორე ყვითელი ნამდვილად ძალიან საინტერესო ის არის მოსაზრება იმიტომ რომ სტატისტიკურად აი ეს ორი ყვითლით რო აძევებენ ხოლმე პირველი ყვითელი უფრო საერთო ხოლმე მეორე უფრო არის ხოლმე იმიტომ რომ არბიტრები ყოველთვის ცდილობენ რომ გასაძევებელი როცა ფეხბურთელი მაქსიმალურად კონცენტრირებულები იყვნენ და უფრო აი ძალიან აშკარად არღვევას და როცა გადახედავენ პირველი ყვითელი არის ხშირ შემთხვევაში რაღაც უბრალოდ აი ნაჩუქარ ყვითელს რო ეძახით რა ჩელსი ბარსელონა საპენალტე ითხოვდა ფლიკი აქ პენალტს
ხო, არ არის მარტივი ეპიზოდი. კონტაქტი არის, თქვათ ეხა ესეც. ასე რომ რამდენად შეიძლებოდა აქ პენალტის დანიშნა? ეს მეორე თემაა. ფერმინი ამ რაკურსით ვერ გეტყვი. არა, ამ რაკურსით არა, უფრო კარგი რაკურსები გვაქვს. ფერმინი იყო იქ ცდილობდა კარში დარტყმას და დარტყმამდე იყო კონტაქტი. ნუ დარტყმა მაინც მოახერხა. აი, ყველაზე კარგი რაკურსი. ცოტა მიიღე. მე არ მიცემ. ხო, ანუ რატომ არ დაინიშნა ეხა ხო არის შეკითხვა. ფაქტია რომ რაღაც კონტაქტი არის. კონტაქტი არის, მაგრამ იცი არა ისეთი მე მგონი რომ ნუ ეხა აი ბარსელონას გულშემატკივარი გეტყვის რომ უკეთესად დაარტყავდა. არა, მე რო ვიყო კომაგი ბარსელონაში აუცილებლად გეტყვიდი რომ ეს არა ქვია. უკეთესად დაარტყავდა. არ დაგვიდეს სპექტაკლი. კონცეპტი ცალფეხს ედგას, რაღაც ცდილობს რომ ბურთი ერთი შეხებით კარისკენ გადაგზავნოს და ამ დროს ზურგში მეჯახებოდა. რა თქმა უნდა, უკეთესად დავარტყავდი დაუშვათ. კი, არა, უკეთესად დაარტყამდა, მაგას მე არა ვარ კომაგი, მე მაინც გეტყვი. კი, მაგრამ ხა რატომ არ დაინიშნა მაშინ, ხო არის ეს? იმიტომ რომ არის მაინც ფეხბურთში რჩება ეს ნიუანსები, რომ აი კონტაქტი შეიძლება არა, მაგალითს მოვიყვან. საერთოდ რომ არ დაერტყა აი დაუშვათ, ხო არის ფეხბურთელი, რომ ცოტა სიმულირება უყვარს. იმ კონტაქტს იყენებს, რომ ახლა პენალტი გავიხსენოთ იუვენტუსის კარში. დაახლოებით ესეთი ის იყო რეალი იუვენტუსი რო იყო მთელი ამბავი რო ატყდა. ხო. დაახლოებით ესეთი კონტაქტია. ხო. კი. მაგრამ იქ იმან ვასკესმა სხვანაირად გააყიდა ეს ეპიზოდი. აი მსგავსი კონტაქტი ანუ არ უნდა დაერტყა წაქცეული. აი ვერ იტყვი, იცი რა კონცენტრირება იყო, ვერ ხედავდა ეხა ის უკნიდან ეჯახება, არ ეჯახება, მაგრამ ესეც ნიჭია ესეც რა, რომ ზურგში იგზნო კონტაქტი და აი დარტყმის გარეშე რომ წაქცეულიყო, დარწმუნებულა პენალს დანიშნავდი. ანუ რო ვერ დაერტყა, დაუშვათ ბურთისთვის ფეხი აეცილებინა და ეს ბიძგი უფრო გაემძაფრებინა თავისი ვარდნით. იდეა დამებადა. და ვარზეც ნახავდნენ ამას და ეხლა რო ნახავ შე რომ ბურთს უნდა დაარტყას ფეხბურთელმა, კართან ახლოს არის და ბიძგის გამო ბურთს ფეხი ააცილა და პირდაპირ ვარდება, მე რა არ გვინახია ეგ იდეა გამიჩნდა. ვლადიმერ გუცეევმა რომ გახსნას სკოლა. ეხლანდელი ფეხბურთელებისთვის რაღაც სემინარები, რომ რა რასაც ეკაკაო, რას აკეთებდა. თურმე ქონია 34 პენალტი გამომუშავებული დინამოში და მეორე ადგილზე არის შენგელია და რამდენი ექნება? ნახევარი. 14. იმ 34-დან ყველა ტყუილი ხო არის? ეხლა არა, ერთი 14 ნაღდი იქნებოდა. ხო, მაგაზე ხო იყო რომ გააფრთხილეს ძველი ვეტერანები ყვებოდნენ რომ მოსკოვში საჯი დანიშნული მოსკოველი ჩამოდა გააფრთხილეს რომ იქ ეხა ხო იცი ეს პენას დაგწოვებს მაიცის რაღაცები ყურადღებით იყავიო და რაღაცა ჩამოვიდა თუ არ მე-5 წუთზე გლიჯა პენალი კუცაებზე და ჩავიდა უკან ხო გაგაფრთხილეთო კაცო შენი ჭირიმეო იქო ეგრე წაიქცეს კაციო და პენალი არ დადო მე არის ჯარით ვერ გავიყვანდი იქიდან აგერ არის ასტერიო მასე ვერ გავრისკავდიო მეორე ეპიზოდი ამ თამაშიდან ხო, გაუქმებული გოლი. აქაც დაახლოებით პირველ ეპიზოდს გავს ფეინორდის. ჯერ იმაზეა საუბარი, იქ მანამდე თავი შეეხო თუ არა. ჯერ ისე თამაშგარეში არიან. ვინ შეაგდო ის არ არის ის არ არის მაგრამ აი ეს აი მე რა ზემოქმედება აი აქ თავარი კითხვა რა იყო იცი რომ ჯერ დიდხანს უყურეს იმას რომ ეს არისო თამაშგარი ვიცი რა ის შეეხო თავით მე შეეხო რომ დავიცი ხელით შეეხო და თავით არა ჯერ ხელამდე არ მისულა როგორც გინდა ისე ამბობ რა ჯერ ხელამდე არ მისულვართ ხო, რა ვიცი, განმეორებებით ეხა ჩვენ უკეთესი განმეორებით თუ აქვს, კარგი იქნება. იცი რა, რომ წერ შეეხო გავლენა ხო იქონია. აი, მოძრაობა იყო. მეკარე ხო უყურებს იმან თავი რომ დაარტყას ხო გადააქვს. აი, დავაკვირდეთ ჩვენ, ხო, დავაკვირდეთ.
აქ არაფერი, მაგრამ აი ხა უყურე აქ ნუ ისა თავში ხეს აი მეკარე იმაზე არის კონცენტრირებული, ხედავ დაარტყავს თუ არ დაარტყავს და ანუ თამაშგარეში ყოფილი მოთამაშე მეკარეს აბნევს. აი, გამეორე. აი რეაქცია გააკეთა იმის თავის მოკნეულზე. ანუ ზემოქმედებად ითვლება, იმიტომ რომ ვისაუბრე მე რომ შეხება არ შეხება ვიშელობა არ აქვს, ეხლა ზოგი მეწავედი იმის მოძრაობას. ზოგი დაახლოებით ძალიან გავს პირველ ეპიზოდს, რაც თუ მოძრაობა იყო და ზოგი გულშემატკივარი ფიქრობდა რომ თუ არ შეეხო, მაშინ რატო არ ჩათვალეს. აი ეს თავის მოძრაობა ზემოქმედებას ახდენს კონკრეტულად მეკარე დაყონდა გააკეთა მოძრაობა, რეაქცია, იმიტომ იმას თავით რომ დაერტყა, ხო უნდა აეღო ის ბურთი და მე უკვე აკეთა. პასიური თამაშგარე ესეთ ქმედებებს არ შეიძლება. პასიურად გვაქვს ხოლმე ჩვენ მაგალითები, როცა ფეხბურთელი აღნიშნავს რომ მე ვარ პასიური, ყველა გებულობს რომ არაფერში მონაწილეობას არ ვღებულობ. აი ეს არის პასიური ყოფნა თამაშგარეში. კიდევ ერთი ეპიზოდი. კუკურელიას გოლზე, ნუ ვიცი. ხო, აქ კუკურეია, კაი. კითხვა იყო ძალიან კომიკური. მე რო გაავლებენ. ჩემი აზრით ეს არის თამაშგარი. ნუ როგორ ხა 3D თუ რაღაცა გაგვივლეს კედელი. აი გითხრა დათომე ეგ როგორც იღება ეგისა. ნუ მასე ყველაფერი შეგვილია კითხვის. 1 მეტრი წინ არის ხა. როგორ ესე. რანაირად გადაახვიეს ესე რომ 1 მეტრი მოიპარე. შეხედე ხა სად არის ხა ის იქით ფეხი არ ჩანს. იქით აი თმებითაც არ არის წინ. აი თმაზე იყო კითხვა ცოტა იუმორის თემაა, მაგრამ გარვარცოთ ამ თემას, მე რო გამოგიგზავნე ხო? ანუ თმა ითვლება თუ არა თამაშგარეში. თმა აქ დაუშვათ ფეხბურთელს თამაშგარეში რა. ესე მე რო ვითამაშო ეს პერსპექტივას ან დიდი მნიშვნელობა აქვს რა რაკურსი და პერსპექტივით დაგანახებენ, მაგრამ არ ჯერა თუ ეს გოლია და თამაშგარეა ფიქრობთ? მე მგონია რომ ესე უყურე აბსოლუტურად არაფერს აზრამდე არც კუკურეიასი არა მაგ და არც ამ გოლის. მაგრამ გავს ჩემი აზრით გავს თამაშგარეს და გავს ერთია და ნუ ეხლა აჰა გავს კაი აბა 1 მეტრი ამას თმა არა თმები რომ მოახატო ის თმა იქნება იმაში რა ქვია თმა არ შედის მაგ ამბავში კუთხურთან იქნება ის თმებია თმა არ შედის ხო რატო თმებით რო გაიტანოს თმით როგორ გაი მარტო თმით ბურთს მომართულებას როგორ შეუძლია ხა თმას გააჩნია ნაცნავი რა ქვია ბობ მარლი რომ მოსულიყო თავის დაწნული ლიმიტი ვერ გაი გულიტი და ესე თმა მიერტყა ბურთისთვის არ ვიცი ხო მოკლედ მე მოგონია რომ თამაშგარია რასაც უყურებ იქა სანამ გაავლევენ იმ ხაზს და რა ვიცი დაახლოებით ფეხიც რაღაცა ისე აქ უკან არა მიხატულია ეს რაღაცა ფეხი ახლა ესე გამოგხსული ძალიან შეთქმულების მაგანა ფეხი კარგი ნაპოლი ყარაბაღი ესე აქნეული ფეხი არის არა ეს საერთოდ რაღაც ბოდოა ეს ქუსლის და ეს არა მეორე მხარეს მიდის კაცი და ქუსლი აქე დარჩა და ეს არის ნაპოლი ყარაბაღი ხო ეს პენალტი დი ლორენცოზე რა ეხა არ არის პენალტი რა პენალტი არის დი ლორენცო არის დასაჭერი რეაგირებას ველოდება რას მეუბნები შეხედე რა ვინმის ჩაარტყა ეხა საჯარიმოს გარეთ დი ლორენცო ცემს იმას და რატო ეცემა თვითონ ეს არავინ არის ისე არ მინახავს არა ეხა ხო ნახოთ გამეორებით კიდე რომ დავარწმუნოთ ვიზინა კი არა რატო დანიშნა საერთოდ უკან მიმაქ ჩემი სიტყვები ვარმა რატო დაემოწვა ეს რა არის მითხარი და პენალი რაში არის ეს იცი რა არის ეს არის ბრანკა ოერმარსი და branga ტერნი ორ თამაში რანაირად არის პენალტი აკეთ ნიშნ ჯარიმე იქი დაარტყეს და გოლი გაიტანა ორი ძალიან გასაკვირია ვარის პირობებში თან ახლა მარცინიაკი იყო არბიტრი მე შეიძლება კი შენ ისე გამოგდის მე მარცინიაკის დიდი მადლობა ბევრი რაღაცი მაგრამ ყველა გადაცემაში ამას მარცინიაკისგან ძალიან გასაკვირია რომ ეს გააკეთა მაგრამ რაც გადაცემაში ყველა გადაცემაში ამას არა მარცინიაკისგან ძალიან ეს არის მოულოდნელი რაღა მოულოდნელი ერთ-ერთად მაგას გავუძახე ყველა გადაცემაში სისტემატიურად პირაში ლევან უნდა ვკითხო ერთიანოსი გააკეთოს მარცინიაკისგან ძალიან უცნაურია მარცინიაკის ამბავი მაგის არქივი გვაქვს და მის მოსაზრება მაქვს ესე ცოტა
იუმორის თემა არის ნამდვილად მე მარსენაკის განცხადებები რომ ვარზე თუ დაუძახებენ წნეხში აღმოჩნდი პარის სენ-ჟერმენის სელტიკზე 3 წლის წინ რაღაცა პენალტი დადო იყო უბრალოდ არ დადო და მართალი იყო და დაუძახეს და სისულელე პენალტი დადო მე თქვა რომ იცი რა ეხა დამიძახეს და პარიზში გადაჭედვის სტადიონზე დამიძახეს და ყველა მიხვდა რომ იმიტომ იძახია რომ პენალტია და მე არა გავჯიუტდი და ვერ შევძელიო წნეხში აღმოჩდიო არ უძახიან და ეს რომ ენახა სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი ასე რომ ხო ეს მართლობა ყველა შემთხვევაში შეიძლება ხო გინა აქეთ გინა ეს არა ისტორია გამახსენდა ეს ასეთ იძახი ზეწოლა და ეს სოლიკოს ამბავი ბერძნულის მასწავლებელს თუ ვის ჰქონდა იმან რა ქვია არ უნდა და სწავლა ერთი ვიძინეს მეგობარია ხო და არ უნდა და სწავლა ამ საგნის და მასწავლებელი რომ მოდიოდა სულ რაღაცა მიზეზი ხო უნდა მოეგონა რომ აღარ უნდა ამისწავლა და მისმა ძმაკაცებმა იმ საგნის რვეულში კერძო მასწავლებელი იყო ითამაშეს ჯოკერი და ფურცელი რო ვერ ნახეს ამ რვეულის ბოლო ფურცელზე უთამაშია და ეს კაცი რომ მოვიდა და კითხა რომ გაკვეთილი რატო არა კომზედებულიო უნდა გამოგიწყდეთო რომ ვაპირებდიო მაგრამ ამ რვეულში რომ დავინახე რომ უკანა ფურცელზე ჯოკერი უთამაშიოთ, ხო ის საოცრებავ და ამ საგანზე გული ავიცრუეო. აი გრია მარცინაკის ამბავი. ეს ირაკლი კომბიძის ვერსია თქონდა. უტრირებული, მაგრამ ხო. სხვათა შორის ეს სოლიკოა, ვინც აიმ ტანკს 9 აპრილის სოუბილ კადრებში ურტყავს სამწუხაროდ ძალიან დიდი გულშემატკივარი ფეხბურთის და საერთოდ საქართველოში ეს ღვინის სოლიკო საიშუზია დაბარაკე ღვინის განვითარება აი იმის საქვია პესტიციდების გარეშე და საერთოდ ეს მთლიანად ყველაფერი უკავშირდება მის სახელს სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი საოცრად საინტერესო ყოველმხრივ საინტერესო და მისაბაძი კაცი და საყვარელი ხო ლივერპული PSV ვან დაიკის ესეთი უაზრო თამაში და ანუ ხა რამე არის ხელი რო კრეს კი არ კრეს მანამდე იქ რაღაცას აპროტესტებდა და რა ვიცი იმიტომ რომ ხელი მკრესო იმას კრეს თუ იჭერდნენ როგორც ანიშნებს ორი ხელით იჭერდნენ და ეგ რა შვებოდა იცი ჰაერში რო ახტამ საჩ ანახებდა ხელით რომ ჯარიმა არის იჭერენ ხო როგორც ხშირად ხდება აი დააკვირდი ორი ხელით ეხა ჩამოკიდებული ყავს ეს პენალტია რა ეს არ უნდა ქნას ეხა ეგ არ უნდა ქნას კი გასაგებია და იმიტომაც აი ხა და აი როგორ წავიდეთ იცი რომ დაუშვათ მას ხელით ესე არ ეთამაშა და გასულიყო გოლი ისე თავით დაერტყა სხვას ხო და დიდი ალბათობით მან ჯარიმა დაფიქსირდებოდა მაგრამ ამან ეხა ისეთი არა ძალიან უშუალოდ ჯერ არ კრავენ ისე თვითონაც ხელს კი არ კრავს ჩამოკიდებული ყავს ორი ხელი და ნახეთ და აი ხა ჩამოკიდებული ყავს და სიმაღლე არ იყო ნახტომს გასაგებია მაგრამ ხელს წევს რაც როგორც არ უნდა იდეა ხელი აწია ხელი აწია და ბურთი დაიჭირა და ხა ამის გამო გააკეთა იმის გამო ეკი და კაცი თუ რას აკეთებდა ხა ხო ძალიან მიყვარს ხა კი არ ეწყინება ფიქრობ ყველა დროის საუკეთესო მეტალია ჩვენ ქვეყნის ჩვენ ხელს არ მასე კარგად მამარდაშვილი ვერ გამოდის ყურყურების ბურთზე რა მოიგერიოს ხო ნუ ესეთი ამბავია მოკლედ ხელი რომ არ აეწია ვანდაიქს და რაღაცა მანდ გოლი გასულიყო ვარზე გადახედოდნენ და მან ჯარიმა დაფიქსირდა მაგრამ ამან ეხა ისეთი სისულელე გააკეთა რომ ის ჩამოეკიდა არ ჩამოეკიდა ნუ პატრიცემულობა გამოდის ეხა უბრალოდ რა შენ ხტები ცენტრში და ხელით იჭერ ბურს და მაძალებ რომ გინდა თუ არა იქ ვიღაცა მეკაჩება და ხო ნუ მე ვთვლი რომ არ მოგდაკაჩა ხო არა მე მგონი აბსოლუტურად სწორად დაინიშნა ატლეტიკო ინტერი ხელი გვერ გავარკვიეთ გოლის დროს ხელი იყო თუ არა ხო მეც ვერ გავარკვიე მაგრამ გონია რომ არ იყო ფიქრობს რომ იქ იყო ხელი არა არის ხო მაგრამ იცი რა ერთი რაკურსი ის თუ იქნება იმ რაკურსიდან ჩასულ ხელს სხვა მხარეს იქნებს და ბურთი სხვა მხარეს მიდის და მიმართულებას არ იცვლის და რომ მოხვედრო და შეიცვლი და მე ესე და ნახოთ განმეორებით მაინც ახმარს. აქედან არა, უკანა რაკურსიდან მოჩანს რომ არ იცვლის.
ეხა იცი რა თუ მიუყვა აი ნახე სხვა მხარეს იქნებს და ბურთი სხვაგან წავიდა წინ წავიდო და როგორ მოერტყა წინ წავიდო და აი ნახე წინ წავიდოდა და ბურთი გვერდზე მოდის. ძალიან არ მოურტყია, მაგრამ ანუ მუცლიდან ასხლეტილი საიტაც უფრო ჩანს რომ ბურთი არის შეხება ეხლა აი რა სხვანაირად მიდიოდა ბურთი საერთოდ. არბიტრმა თავიდან არა, ძალიან უცნაურად იქნევს ხელს. მოხვდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ხელს იქნევს ხელს არა, ხელი ეგ მოძრაობა, ხელი არის ის რომ მოარტყმა უნდა. მოარტყა თუ არა ვერ მივხვდი. მოარტყა კიდევაც, იმიტომ არის იქ ნიუანსი. მე ვერ მივხვდი მოარტყა თუ არა, მე რას გეუბნები, ვიცი? ბურთი ესე არ წამოვიდა და ეხა როცა საწევდა მუცელში მოხდა კი მე მუცელში მოხდილი ბურთი ესე აი სად მიდის აი სად უხობს ბურთი ნახე აი მოდის და გძელდება ისე მე მგონი არ ხვდება არ ხვდება მე მგონი არ ხვდება აშკარად უნდა ხელით თამაში ჩემი აზრით აშკარად გაზრახ როგორი თამაში აცდენს ბურთს ხელს უყურე აი ნახე ჩამოაკვირდა ბურთის მიმართულება არ იცვლება რა ისი რა აქ მე გეთახმები შენ გეთახმები და შენც გეთახმები აი ესე ორ შაბათს მოხოთ ორი ორ შაბათს მოხოთ ორი არა რას გეუბნები იცი ხელის თამაში უნდა ანუ ეს მოძრაობა არის რომ ხელი მოარტყას მაგრამ ვერ არტყამს მე ჩემი აზრით ვერ არტყამს იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ არა და სანამ ბურთს ხელში ახევს მანამდე ბურთი იცვლის უკვე ცოტათი მე მგონი ტრაექტორიას და ცოტა წინ მოდის ისედაც ან ბოლო მომენტში გააჩერა ხელი ან რაღაც ეტყობა რომ თავიდან მე მგონი არ ეხება თორე ბურთიდან სადაც წავიდა ბურთი ხელის მოხვედრით ბურთს ცვლილება აღარ აი დააკვირდი არა უხევს ეხა ბურთი აქეთ აი სამი ბურთიდან კი ხო მაგრამ ბურთიდან ჯერ ხო ხელი არ მოუწია აბა მიდი გაუში აჰა და აი მე ხა არ უხევს ხელის მე არა მიაყოლა ხელი მაგრამ ვერ მოარტყა მე როგორ ვერ მოარტყა მოუხვია ბურთმა და ეხა რა სად მოუხვი მუცლიდან ესე როგორ მოუხვევს ბურთი ხა მუცელში რო ხდება აი მუცელში მოხვდა წავა პირდაპირ ასოლე ბურთი უკვე სანს მიდის იქ მიდის არა რომ მიდის აი რომ მიდი მოხვდა ბურთი და ხო წამოვიდა ესე აი ხელის მოძრაობაში მე მოძრაობას აკეთებს ბურთი რა აი მაგას და ბურთმა დიდა ტრაექტორია არ შეიცვალა ეპიზოდზე ზეგავლენა ქონდა და იცი თუ ხელში მოხდა ხა რა თქმა უნდა ლაპარაკე რო ისარიფია თავარი რაც იყო თავარი ჩვენ და გადაცემის შუაში ვისაუბრეთ მაგ თემაზე რომ არასწორი რაკურსებია შერჩეული ამ ეპიზოდისთვის იმიტომ რომ ამ რაკურსით ჩვენ რო დავობთ ეხა შეეხო არ შეეხო შეიძლება გვერდითა რაკურსებმა გაჩვენოს აბსოლუტურად უფრო ზუსტი შაბეშტილება კონდეს შენ ან თუნდაც ზურგიდა აი რასაც დათვალმებული ხო ან თუნდაც არა ზურგიდა პირველი რაკურსი რაც აჩვენებს საერთთან ისე ფოტო გაჩერებული აჩვენეს სტოპ კადრი პირდაპირ ხელზე ადეს ბურთი რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ რომ როცა გინდა მაგკადრს ისე დაგანახება რომ ხელზე ადეს მაგრამ როგორც კი ამოძრავდა მე ეგრევე ვთქვი ხელია მეთქი მაგრამ როგორც კი ამოძრავდა და ამ ხელს რო ჩაიქნევს და ლაშესგან განსხვავებით მე ვფიქრობ მუცლიდან ასხდილი სადაც მიდის სხვაგან რო არ უხოს მივხვდი რომ არ მოურტყამს რა ეს ხელი რომ მოხვედროდა უფრო წინ გავარდებოდა ბურთი ან პირდაპირ ეშვება უკვე მუცლიდან ბურთი მიდის უფრო მარჯვნივ და მე აბრუნებს ხელით მოდიოდეს რომ მიარტყას წავა წინ ეს ბურთი და არ მიდის იმ წინ ისე მე წინ არ მედის მე სვეთა კიდევ ერთხელ რომ ნახოთ ჯობია რა იმიტომ რომ ეხა უკვე ესე გარჩევით აი ნახე რა აი მე ეხლა არ უხევს აი ხელის მე კი მაგრამ ქვევით ვარდება მანამდე მოდის უკვე წინ არა ეგ იმის ტანის მე მოდის მაგრამ ხელით მიმართულება ეს აი უყურე აჰა ხელით მიმართულება ეცვლება რა აი წამოვიდა და აი მე არა მოყვება ესე ხელის გარეშე ის ბურთი სხვაგან წავიდოდა სად ну раი ცოტა უფრო სწორად ვიდრე ამან წამოიღო ხელი მე ეხა ეს კი ორჯერ გავიდა ყველანაირი ეს აქვე დრო და ისე მაგის ტექნიკაც არსებობს წინამსოფლიოზე იყო სხვათა ეს შემოატრია არა იმას გიწერენ რა ბურთზე ჩიპებია და კარდიოგრამასაც შეეხო თუ არა ხო ისე დოზეა რომ საკამოთო არ გვექნება რეზინის ოტათვანებით შეიძლება კარგი დავასრულეთ ჩვენ კი ბატონო, მაშინ ჩვენს დავასრულოთ გადაცემა, იმიტომ რომ 2 საათია აქ ვარ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და მადლობა პირიქით. მაყურებელს დავამშვიდობთ. დავამშვიდობთ ერთი კვირით, შემდეგ პარასკევს აქ შევხვდებით ისევ ერთმანეთს. ნახვამდის.